გამარჯობა საქართველოს და მსოფლიო მეცხრე არხის ობიექტივში მე ვარ ირაკლი ჩიხვაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. კახეთი გუბერნატორის ნაციონალური მოძრაობა კი გენერალური მდივნის გარეშე რჩება. ყოფილი მაღალჩინოსანთა დაკავება გრძელდება. რამდენიმე წუთში ჩვენ ქუთაისი უნდა ჩავთოთ პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტის საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს ის ასევე მაღალჩინოსანთა დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქ შეხვდა ვიზიტი უკვე დასრულებულია და ოდნავ მოგვიანებით ჩვენი კორესპონდენტი შემოგვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. დღის მთავარ თემასთან დაკავშირებით გადაცემის მსვლელობისას ჩვენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ჩავრთავთ და კონკრეტულად ისაუბრებენ მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ექსპერტებიც დააფიქსირებენ. ახლა კი ერთად გავიგოთ, რა თემები არის ამ დროისთვის ახალის ყურადღების ცენტრში. ნინო ვარდოსანიძეა, გისმენ ნინო. მოგესალმებით ირაკლი, გაგაცნობთ 6 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრის პირველი კომენტარი ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაკავების პოლიტიკურ დევნად შეფასება გაუჭირდება, რადგან ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. ჩემი კოლეგა თამარ ხურცია გაგვაცნობს კიდევ რა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თამარი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, გისმენთ. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. პრემიერი აცხადებს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. პრემიერი აცხადებს, რომ მას არაერთხელ უთქვამს, რომ გამოძიებას მერაბიშვილთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდა და ამას ეხლაც კიდევ გაიმეორებს. კითხები არსებობდა წინა ხელისუფლების მიმართ და მათ რიცხვში მერაბიშვილის მისამართაც კითხები არსებობდა. მე რამდენჯერ მეთქვია მის შესახებ, ეხლა შემიძლია გავიმეორო, მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება, ჩვენ წინასწარ არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ. დაველოდოთ პროცესებს. ვანამედია პოლიტიკური დევნა ეს ალბათ იქნება ის ბრალდება, რომელსაც თქვენი ოპონენტები მე მგონი, რომ იმდენად სუსტია უკვე ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას ვეღარც იყენებენ. ევროპამაც, ამერიკამაც კარგად გაიგეს, რომ ჩვენ არ შერჩევით სამართლას არ ვაწარმოებთ, პოლიტიკური დევნა არ იქნება და მე დამატებით შემიძლია კიდევ წრესაც გაგიმეოროთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ არანაირ დასავლეთში თუ აუხსნით ამ ყველას. მე მგონი, რომ დასავლეთში აღარ სჭირდება ახსნები, კითხვებს აღარ სვავენ. კანდიდატი შეიძლება იყოს ვანო მერაბიშვილი, როგორ იქნება მაშინ ამ შემთხვევაში? სამწუხაროა თუ ესეთ პრეზიდენტი დავკარგეთ, მაგრამ კანონს უნდა მოусმინოთ და სამართალს უნდა მოусმინოთ. პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა 17 მაისთან დაკავშირებით და მან აღნიშნა, რომ ეკლესია ვერ იქნება ალიbi იმისა, რომ სამღვდელო პირები პასუხს არ აგებენ კანონის წინაშე. პრემიერმა არ გამორიცხა და გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება, რომ შესაძლოა 17 მაისის აქცია გარეთ ძალების მიერ იმართებოდა. მომავალი 17 მაისამდე და უფრო რამდენიმე თვეში დაალაგდება საზოგადოება საერთოდ და მე ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა 17 მაისს, რა თქმა უნდა, იყო სირცხვილი. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ იყო არც ქართული ხასიათი, ეს არ იყო არც ქრისტიანობა. ძალადობას არც ქრისტიანობა გაღადებს, მით უმეტეს მართლმადიდებლური, თუმცა არც სხვა ქრისტიანობა, ეს არ იყო არც ქართული ხასიათი თუ გნებავთ. ის რაც მოხდა დასაგმობია. მე ვფიქრობ, რომ რეაქცია და პოზიცია პოლიციის იყო ძალიან ადეკვატური იმ სიტუაციაში, გაკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთება შეიძლებოდა. პირველი შემთხვევაა, რომ უმცირესობები დაიცვეს და გაარიდეს მაინც არის. არ მოხდა მათი დარბევა. ასევე კომენტარი გააკეთა ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე. ელენე ხოშტარიამ, რეფორმების ასოციაციის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დადოს მყარი ალიbi იმისა, თუ რაზე დააკავეს მაღალჩინოსნები, ხოლო ასევე დამატებით ამბობს, რომ გირგვლიანი საქმე არის ის საქმე, რომლის მიმართაც არის არაერთი შეკითხვა და ეს შეკითხვა გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ ეს რაღაცა აი ამ 17 მაისის ძალადობის ფონზე, რომ არ ხდება იმათი დასჯა, რაღაც ერთგვარი გადაფარვაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გირგვლიანის თემა ძალიან სერიოზული და თუ იქ არის მისი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს. ამასთანავე ჩვენ არ უნდა ხედავდეთ უფრო შენელებულ პროცესს 17 მაისის ძალადობის გამოძიებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სასულიერო პირების პასუხისმგებლობაში მიცემის თვალსაზრისით. უფრო დეტალურად თუ რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ ხურცია. საათზე მეტია პეტრიაშვილის ქუჩაზე ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. სამართალდამცველებს შესასვლელი ბლოკირებული აქვთ, ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. ჟურნალისტებისთვის უცნობია კონკრეტულად რას ეძებენ სამართალდამცველები. ჩხრეკის პროცედურას მხოლოდ ოჯახის ახლობლები ესწრებიან, მათ შორის სახლის მეპატრონეც. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით ბინას არ ფლობს თავად ვანო მერაბიშვილი, მას თბილისში საკუთარი ბინა არ გააჩნია და მეგობრის სახლში ცხოვრობს. არებენ ჩრეკოს ჩვენ შევედით და ვინაიდან არ იყო თხოვნა ოჯახის წევრებისგან რომ დავჩენილიყავით და პროკურატურაც თხოვა რომ თვითონ თუ ოჯახის წევრები მოითხოვდნენ შემდეგ დაუბრუნდებით ამას. ეს არის ჩვეულებრივად მცდელობა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან რომ გადაფაროს ყველა ის პრობლემა რაც დღეს არის საქართველოში. მინდა გითხრათ რომ ვერაბნაირი დაჭერები ვერ გადაფარავს იმ დაუპირებების შეუსრულობას რაც მათ უხად ქონდათ გაცემული. ჯერჯერობით უცნობია ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ზურაბ ჭიაბერაშვილის საცხოვრებელ სახლში. ამ წუთებში ბოგდან ხმელნიცკის 21 ნომერში, სადაც კახეთის გუბერნატორის ოჯახი ცხოვრობს, არავინ იმყოფება. მეზობლები ამბობენ, რომ სამართალდამცველები არ დაუნახავთ და ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი 10 დღის წინ ნახა. როდის ნახეთ ბოლოს როგორც მეზობელი? აქ მეგონი 1 დღის წინ ნახე. ისე აქ ცხოვრობდნენ, ოფიციალური საცხოვრებელი მათი ეს არის? ვინ ცხოვრობდა ოჯახში? დედამისი, მამამისი, თავის და თვითონ ბავშვები. ოჯახი აქ ცხოვრობს? მეგონი კახეთში. აქ არ ცხოვრობენ? და ვინ ცხოვრობდა აქ? ხომ ვერ გვეტყვით ოჯახის წევრები ვინები იყვნენ? ყველანი აქ იყვნენ. და ეხლა არავინ არ გინახავთ მისი ოჯახიდან? აი ხალი არ გინახავთ. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვის დროს დააკავეს ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ბრალიედება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხრით გათვალისწინებულ დანაშაულებებში, რაც 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე გახსნილია 2 ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ ეს ეხება დასაქმების პროგრამას, სხვისი საკუთრების ხელყოფას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. გამოძიების ინფორმაციით ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ფარული შეთანხმებით წინა საარჩევნოდ სახელმწიფოს კუთვნილი თანხა 5.200.000 ლარი უკანონო ჩაერიცხა 22.000 მოქალაქეს, რის გამოც სახელმწიფომ ფინანსური ზარალი მიიღო. ასევე ვანო მერაბიშვილმა უკანონო დაიკავა კვარიაჩის სხვისი კუთვნილი აგარაკი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში იყენებდა. შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით გაარემონტა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს 158.000 ლარი ზარალი მიადგა. საქმე ფაქტობრივად გახსნილია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც პროკურორის განცხადებით ვანო მერაბიშვილს დამატებითი ბრალი წარედგინება. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ამომრჩევლთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაგწური მოქმედებები, რომლის მიხედვითაც საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5.200.000 ლარი უკანონო ჩაერიცხა დაახლოებით 22.000 პირს. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით
ორგანიზებითა და პირადი კონტროლით საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა. მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ალექსანდრე გირგვლიანის კვლევების საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ პრაქტიკულად სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და ამსრულებლები. მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად საკუთარი მეუღლის თამარ სალაყაიას, აგრეთვე სხვა მასთან დაახლოებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. ამჟამად ივანე მერაბიშვილი დაკავებულია. მისთვის ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აკვეთას. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავ შუამდგომობით აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ახალი ამბებით ჩვენ უკვე 7 საათზე დავბრუნდებით, მანამდე კი დღის მთავარი მოვლენები ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. დიდი მადლობა დროებით დაგემშვიდობები ნინო. გენერალური მდივანი და გუბერნატორი ერთად დაკითხვაზე ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით უკვე მეორედ დაკითხეს, რაც მათი დაკავებით დასრულდა. დასაქმებულთა ნაციონალური სიის გამოძიებას ეჭვები უჩნდება და ამასთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დააკავეს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაისს და ჩვენი კორესპონდენტი ირაკლი აკობია უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ როგორ ვითარდებოდა დღეს მოვლენები ირაკლის აღაო მშვიდობის. გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის ერწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. საქმე ეხებოდა ძირითადად დასაქმების პროგრამას, რომელიც 2012 წელს განხორციელდა და რომელშიც საქართველოს მასშტაბით 21735 ადამიანი მონაწილეობდა. დაახლოებით 4 საათისთვის პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ორივე პიროვნება ვანო მერაბიშვილიც და ზურაბ ჭიაბერაშვილიც დაკავებულია. ვანო მერაბიშვილს ბრალად წარუყენეს 2 მუხლი, რომელიც ერთ-ერთი დაკავშირებულია დასაქმების პროგრამასთან და მას სავარაუდოდ 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი დაემატოს, საუბარია გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. აქვე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, მათი განცხადებით ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიცილოს ნაციონალური მოძრაობა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმის თაობაზე, რომ დააპატიმროს თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი და დააკავოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა არაერთხელ დაანონსა, არაერთხელ განაცხადა, რომ ის აპირებს გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთი თვით ადრე აანონსებს თავისი პოლიტიკური ოპონენტის, მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებას, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისა, რომ დაიჭირო, გაანადგურო საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი. გამომდინარე აქედან, დღეიდან საქართველოში არის სხვა რეალობა, სადაც არის ავტორიტარიზმი, სადაც უშუალო პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებენ. ხელისუფლება არ დარჩენია სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მოაწყოს კვლავაც მორიგი პოლიტიკური შოუ. ამჯერად მათი შოუს მონაწილეები მათ და უნებურად გახდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, პარტიის გენერალური მდივანი ბატონი ვანო მერაბიშვილი, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი. რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის წაყენებული და საზოგადოებისთვის მეტნაკლებად არის ეს ინფორმაცია ცნობილი, არის ისეთივე აბსურდული და ისეთვე მოკლებული ყოველგვარ საფუძველს, როგორც ყველა წინა ბრალდება.
ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში არც ერთი მათგანი, არც ვანო მერაბიშვილი და არც ზურაბ ჭიაბერაშვილი არ იმყოფებიან სავარაუდოდ. ისინი ქუთაისის პოლიციის სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს. ირაკლი, ასევე მინდა დავაზუსტო ინფორმაცია, გავრცელდა ცნობა თითქოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იკრიბებიან ქუთაისის ცენტრში და აპირებენ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. რა ინფორმაციას ფლობ? დიახ, ეს ინფორმაცია ვრცელდება, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მთელი დღის განმავლობაში პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებულები და როგორც ისინი აცხადებენ, ამ შემთხვევაში აპირებენ აქციის გამართვას და გაპროტესტებას პროკურატურის გადაწყვეტილების. დიდი მადლობა, მოვლენათა ეპიცენტრში ქუთაისი და ჩვენი კორესპონდენტი ირაკლი იაკობია იყო. ოპოზიციის დევნა ნაციონალური მოძრაობის სათაოფისში პარტიის გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის დაკავებას აფასებენ. იქ იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი გვანცა პაპავაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და უფრო დეტალურად ისაუბრებს, რა განცხადებები გაკეთდა. გვანცა, პირდაპირ ეთერში ხარ. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან საპარლამენტო უმცირესობაში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და კახეთის მოქმედი გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას და საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნების გადაფარვისთვის აკეთებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები პროკურატურას მიმართავენ და მოუწოდებენ 26 მაისისა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები კონკრეტული ფაქტებით განამტკიცონ. სხვა შემთხვევაში გაჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება აღნიშნული საქმეების გახსენებით საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. საქმე გვაქვს ერთის მხრივ სრულიად გაუკუღმართებულ გაგებასთან, რა არის სამართლიანობა, მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ აი ამ გაუკუღმართებული ფორმით პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან. ეს არაფრით არ დამთავრდება კარგით ხელისუფლებისათვის, მაგრამ ამავე დროს საქართველოსთვის იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ის წვალებით გაღებული ფანჯრები ევროპისაკენ, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, ეს ნელ-ნელა იკეტება და ლურსმნებით ხდება მათი ჩაჭედვა აი ამისთანა ნაბიჯების შედეგად. ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ საქმეების ხსენებით, ამ მართლაც რეზონანსული და მტკივნეული საქმეების ხსენებით, უბრალოდ ხდება საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა, იმ ემოციური ფონის შექმნა, რომელიც გადაფარავს ამ წუთისთვის წარდგენილი ბრალდების აბსურდულობას. ეს არის ძალიან უსუსური და უპასუხისმგებლო ცდელობა, რომ გადაიფაროს ყველა ეს პრობლემები, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოყოლებული შარშან ოქტომბრიდან. რაც შეეხება პარტიის მომავალ გეგმებს, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ისინი მუშაობას კვლავინდებურად განაგრძობენ, არ არის გამორიცხული უმნიშვნელო ტექნიკური ცვლილებები. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ პარტია ხელისუფლებისთვის კვლავ კრიტიკული ოპოზიცია იქნება. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არსებით მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. პარტია კვლავაც ერთიანად გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონირება არ შეწყდეს ამ ქვეყანაში. მე მინდა სიმშვიდისკენ მოუწოდო ყველა ჩვენ მომხრეს, ჩვენი გეგმები არ იცვლება, როგორც არ უნდა იყოს რეპრესიული ღონისძიებები პარტიის ცალკეული ლიდერების წინააღმდეგ. პარტია აგრძელებს არსებობას, ჩვენ ბუნებრივია ამ რეალობის გათვალისწინებით უნიშნელოდ გეგმებს შევცვლით, თუმცა მინდა ვთქვა მთავარი იმ ადამიანების იმედის გასაცრუებლად, ვისაც მიაჩნია, რომ ლიდერების დაბატიმრებით დაიშლება პარტია, ეს ასე არ მოხდება. როგორც იცით, ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის გამოყენებით სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივად განხარჯვასთან დაკავშირებით დააკავეს, რომლის შედეგადაც სახელმწიფომ 5.200.000 ლარის ზარალი მიიღო. მეორე ეპიზოდი ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით არის დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ კი ვანო მერაბიშვილის ბრალი დაუმტკიცდება, მას 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ორივე მათგანი ახლა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაშია გადაყვანილი. დიდი მადლობა გვანცა, ჩვენ ნაციონალური მოძრაობის სათაოფის ცოტა ხანში დაუბრუნდებით და გეგმავთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჩართოთ პირდაპირ ეთერში და უფრო ვრცლად ისაუბროს პარტიის სამმავლო გეგმებთან დაკავშირებით. მე ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმისა და 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის გამო წარედგინება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაკავებას უკვე გამოეხმაურა გირგვლიანის მამა, რომელმაც პირველი კომენტარი მეცხრე არხთან გააკეთა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობს ირაკლი მამალაძე და ის ახლა პირდაპირ ეთერშია. ირაკლი, რას აცხადებს გარდაცვლილის მამა?
გურამ გირგულიანი აცხადებს, რომ ის რაც საზოგადოებამ მიცოდა, ეს გამოძიებით დადასტურდა. გურამ გირგულიანი ამ ხნის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ის აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილს შესაძლო ბრალი წაუყენონ. სანდრო გირგულიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. უფრო სწორად ეს არის მკვლელობის შემდეგი ეპიზოდი, რომელიც ეხება საქმის ფალსიფიკაციას. კერძოდ ამ ინფორმაციას გურამ გირგულიანი ავრცელებს ერთ-ერთ ინფორმაციაზე დაყრდნობის ის საუბრობს, რომ სანდრო გირგულიანის მკვლელობაზე დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა ჩვენება შეცვალეს. კერძოდ ავთანდილ აფციაურმა, ალექსანდრე გაჩოვამ და მიხეილ ბიბილურმა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება შეცვალეს და ისინი დღეს უკვე სულ სხვა ეპიზოდებზე საუბრობენ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. ისინი თვითონ მივიდნენ გამოძიებასთან, ანუ თანაშრომლობა გამოაცხადეს და ნამდვილად თქვეს ბევრი ახალი ფაქტები ძალიან და ამ ფაქტებიდან გამომდინარე ამ პიროვნებას უფრო დაემატა სხვა პიროვნებებიც. რომელიც ჯერთხმა არ მინდა, იმიტომ რომ მაინც გამოძიების პერიოდში ყველაფერი ეს ჯერ არ არის დამთავრებული ეს გამოძიება ბოლომდე, მაგრამ ნამდვილად ამ პიროვნებებმაც ალანიას გარდა, რომელიც ახლა მალვაშია და გაქცეულა ქვეყნიდან, დანარჩენებმა კი ბატონო ყველაფერი თავიდან ბოლომდე თქვენს ის საჭირო იყო. ასევე ახალი ჩვენება მიცა გამოძიებას ოლეგ მელნიკოვმა, რომელიც უკრაინაში პროკურატურის თანამშრომლებმა დაკითხეს. გურამ გირგულიანი აცხადებს, რომ საქმის არსი მთლიანად არის შეცვლილი და ბრალი ნამდვილად წარედგინება ამ საქმესთან დაკავშირებით. ვანო მერაბიშვილს ჩვენ მუშაობთ ამ საქმესთან დაკავშირებით, ვამზადებთ რეპორტაჟს და ნახეთ უბრალოდ ზუსტად 9-ზე მე-9-ზე. დიდი მადლობა, ეს ირაკლი მამალაძე იყო, რომელიც სანდრო გირგულიანის მამას ესაუბრა. მოკლედ, დღის მთავარ თემას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით, ახლა კი კიდევ ერთი დღის ახალი ამბავი. დევნილთა და განსახლების მინისტრის საერთაშორისო ორგანიზაცია ვათანის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ეგრეთ წოდებული თურქი მესხების თემაზე ისაუბრეს, მთავარი აქცენტი კი რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე გაკეთდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები სამ პირობას აყენებენ, ერთ-ერთი პირობა თურქი მესხების სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლება. დავით ახვლედიანი შემოგვიერთდება ახალი ამბების ოთახიდან პირდაპირ ეთერში. დათო, რა დამატებითი მოთხოვნები იყო მათი მხრიდან კიდევ დღევანდელ შეხვედრაზე? საღამოშვიდობის ირაკლი, დიახ, დღეს სამინისტროში გაიმართა შეხვედრა თურქი მესხების, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების წარმომადგენლობა, ორგანიზაცია ვათანის წარმომადგენლები შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს. მათ შეხვედრაზე სამი პირობა წამოაყენეს, თუ როგორ სრულდება საქართველოს მიერ 1999 წელს აღებული ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაციას. კერძოდ, ორგანიზაცია ვათანი ითხოვს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურის დაჩქარებას, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებაში ხელშეწყობას და დაბრუნებულების განსახლების საკითხის გადაწყვეტას. ორგანიზაცია ითხოვს, რომ რეპატრიანტები საქართველოს ხელისუფლებამ ჩაასახლოს კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში, სწორედ იქ, საიდანაც მათი დეპორტაცია განხორციელდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1954 წელს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარები გააკეთეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ასევე ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი თავად მინისტრმა, როგორც დავით დარახველიძემ აღნიშნა, სამინისტრო ცდილობს ყველა ამ მოთხოვნის შესრულებას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რეპატრიანტები სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ვერ დააბრუნებენ, რადგან სამინისტროს სხვა 60,000-მდე დევნილის პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ჩვენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან მქონდა შეხვედრა, განვიხილეთ მაჰმადიანი მესხებისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ ყველა შემოსული განცხადება დაკმაყოფილდეს და მათი ჩასახლება მოხდეს სამცხე-ჯავახეთში, მათ ისტორიულ სამშობლოში, თუმცა შესაძლოა მათი სხვა ტერიტორიაზე ჩასახლების საკითხიც გამოხმაურდეს. უკვე 1053-ს მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი. მათ შორის 159-ს სულ რაღაც 2 კვირის წინ. ეს ის კონტინგენტია, რომელსაც უკვე გზა გახსნილი აქვს იმისათვის, რომ მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით და იმისათვის, რომ დროულად მიენიჭოთ მოქალაქეობა, ამჟამად მუშავდება პროექტი შედარებით პროცედურების გაიოლებისა. ეგრეთ წოდებულ თურქ მესხთა რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საღამოს მთავარ გამოშვებაში 9 საათიან გამოშვებისთვის ვამზადებთ სიუჟეტს და შეგვიძლია ამ თემაზე მაყურებელს შემოვთავაზოთ აღნიშნული თემა.
დროებით დაგემშვიდობები, ეს იყო დავით ახვლედიანი, რომელიც მუშაობს ამ თემაზე და ოდნავ მოგვიანებით უკვე მთავარ გამოშვებაში ვრცლად ისაუბრებს. მე აქვე გეტყვით, რომ მოვლენათა ეპიცენტრში რჩება ყოფილი მაღალჩინოსანთა დაკავება. ამ თემაზე ექსპერტები ხათუნა ლაგაზიძე და ნიკა ჩიტაძე მიიღებენ გადაცემაში მონაწილეობას. ოდნავ მოგვიანებით კი ეკა ბესელია და ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები დაგველოდეთ. ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უპასუხებს. მანამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩავრთოთ, სადაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს. ფიქრობ, მისი საქმიანობის დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები ჩვენმა საზოგადოებამ და ძირითადად დადებითი, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად იცის და ვერც ერთი პროკურორი, ვერც ერთი მოსამართლე საზოგადოების ვერდიქტს მასთან მიმართებაში ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ მე მინდა სხვა თემაზე ვისაუბრო და ეს არის თემა იმისა, რომ თქვენ იცით, უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება, ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით, ვიდრე წაუყენეს მერაბიშვილს და ამის შემდეგ რა მდგომარეობაშია უკრაინა. უკრაინა გაყინულია ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან მიმართებაში. უკვე 2 წელია პრაქტიკულად ვარანაირი წინსვლა ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით ამ ქვეყანას არ აქვს. მას შეექმნა სერიოზული პრობლემები ორხრივ ურთიერთობებში პრაქტიკულად ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანასთან და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამას წინათ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოვიდა და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოითხოვა როგორც წინაპირობა უკრაინის ინტეგრაციის იულია ტიმოშენკოს ციხიდან განთავისუფლება. ერთ სიტყვით, ამხელა უკრაინა, რომელიც ჭირდება სასიცოცხლოდ ევროპას, დასავლეთს, ამერიკას, ნატოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, როგორც ასე ითვლება, არის პრაქტიკულად აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში. საქართველოს პატარა ქვეყანაა. ბევრად ნაკლებად ვჭირდებით, მინდა წკინეულია ჩემს ამის თქმა, იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ასე არ იყოს, ვიდრე უკრაინა. დასავლეთს და ევროპას, მაგრამ ბევრად მეტად ვჭირდებით რუსეთს, ვიდრე უკრაინა. იმიტომ რომ და რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი თანამოქალაქეები უნდა დაფიქრდეს და მთავრობას დაფიქრდეს და მე მგონი ილუზია არავის არ აქვს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე წყდება. ამ გადაწყვეტილების მიღება ასე არის, არც ამას არ მოალავს არავინ. რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება გქონდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალ-მდივნის დაკავებას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ჩვენი დაცულობისთვის, უცხოური აგრესიისგან და საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ყველანი ამაზე უნდა დავფიქრდეთ. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს. თუ კი მეორე ადამიანი არსებობს ჩემ შემდეგ საქართველოში, ვისი მოშორება, განადგურება, დაკავება შეიძლება უნდოდეს ვლადიმერ პუტინს. ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. თქვენ ალბათ არ ახართ ინფორმირებული, რომ ქართული საზოგადოება ნაკლებად ადევნებდა ამას თვალყურს, მაგრამ მე ეს კარგად ვიცი. ევროპის საბჭოში, სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილის ტიტანური მცდელობების შედეგად მოხდა ჩვენი პოზიციების წიწამოწევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერის ახალ დონეზე აყვანა, ოკუპაციის ტერმინის დაკანონება. სამწუხაროდ ეხლა უკვე დღეს უკვე ახალი მთავრობის პირობებში ეს საკითხი გამქრალია ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგიდან, რაც ძალიან დიდი ჩავარდნა და ძალიან დიდი უარყოფითი განვითარებაა მისი, მაგრამ სანამ იყო პრაქტიკულად ყველა წელიწადში ერთის გამოკლებით და მე ისევ აღდგა, ეს ისევ ზურაბ ჭიაბერაშვილის ცდილობების შედეგად იყო. და რაც თავარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო ჟენევაში ჩვენი ელჩი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მოლაპარაკების დროს პრაქტიკულად მან მიაღწია ისეთ შეთანხმებას რუსეთთან, ამერიკელების და შვეიცარიელების დახმარებით, რომელიც მთლიანად ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს და
ძალიან დიდი კრიტიკის ხარცერში მოექცა მაშინდე რუსეთის ხელმძღვანელობა ასეთი ხელშეკრულების მოწერისთვის, რომ ჩაითვალა, რომ რუსეთმა თავის ინტერესები დათმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მართებაში ყოველ შემთხვევაში იურიდიულად. იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჭიაბერაშვილმა გააფორმა და ჩვენ ყველამ ხარი დაუჭირეთ, რუსეთის ბაზარზე ჩვენ პირველი იანვრიდან უკვე უნდა ვიყოთ შესულები. კი უნდა ვეხვეწებოდეთ და ანიშენკოს ბოდიშებს კი უნდა ვხვდით, უკვე შესულები უნდა ვიყოთ. ეს გააკეთა ამ კაცმა და თუ ვიზმეზე აქვს ბოღმა მოსკოვში არის ამ კაცი. და მე საერთოდ მინდა უბრალოდ ყველა დავფიქრდეთ. მე ფიქრობ, რომ ალბათ არის ხალხი, ვისაც გულს მოფხანს, რომ აი ნახე ესენი თანამდებობაზე იყო, ნახე ეხლა გისოსებს მიღმა არიან. რა თქმა უნდა არის ასეთი ხალხიც. მაგრამ მე მინდა უბრალოდ დავფიქრდეთ. აი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ყველა მიცის ეს ადამიანი ხო არ არის საიდანაც წინათ ჩამორ თბილისის მერი იყო. წამყვანი ელჩი იყო, მნიშვნელოვანი მინისტრი იყო, მის დროს მოვახდინეთ 150 საავადმყოფოს გახსნა. მის დროს შემოვიღეთ დაზღვევის სერიოზული ინსტიტუტი, რომელიც სამწუხაროდ ახლა ძიმე ფორმაშია და უარყოფითისკენ წავიდა. ძალიან აქტიური პუბლიცისტია. არის თუ არა სამართლიანობის გამოვლინება ამ ადამიანის დაპატიმრება. უпростоრად კითხავ დაუსვათ ალბათ თითოეულმა ჩვენგანს არის თუ არა უსამართლობა ასეთი ადამიანის დაკავება იმ პროკურორების მიერ, რომელიც დაბრუნდნენ პროკურატურაში, რომელიც შევარდნაძის დროს იყვნენ გამორჩეული კორუფციით, რომელსაც დღეს ადანაშაულებენ კორუფციაში აქტიურად. ნაც სახელები და გვარები საზოგადოებამ კარგად იცის. რომელთაც ამას წინათ სულ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ ძიმე დანაშაულში მონაწილეობა პრაქტიკულად და ეს პრესამ კარგად იცის. და საერთოდ მინდა ყველამ დავფიქრდეთ იმაზე, რომ არის ტერმინი სამართლიანობის აღდგენა. სულ გვესმის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა. რომელი სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობ? სამართლიანობის აღდგენა ხო რას ნიშნავს, რომ საქართველოში იყოს სამართლიანობა და ვარდების რევოლუციამ სამართლიანობა საქართველოში დაარღვია. ესე იგი საქართველოში იყო სამართლიანობა ამ ლოგიკით 2003 წლამდე, როცა ქვეყანაში ხალხი ცვიოდა შესაძლოს მე-6 სართულიდან, როცა კახათ არგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ძალიან ბევრი მაშინელი მაღალჩინოსანი, არ ვიცი მე, რომელი ერთი ჩამოთვალო, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას და ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს. მაშინ იყო სამართლიანობა და ვარდების რევოლუციამ ეს დაარღვია და ეხლა ამის აღდგენა ხდება. თუ სამართლიანობა იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როცა პუტჩი მოხდა და ქუჩაში ასობით ადამიანი დახვრიტა ხედრიონმა, სრულად მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში, ზუგდიდში, სხვა ადგილებში საქართველოში. თუ სამართლიანობა იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირის დროს, როცა ადამიანებს ციხეში ალპობდნენ, დისიდენტებს ებრძოდნენ, თუ სამართლიანობა იყო 30-იან წლებში, როცა მაგალითად ჩემი ოჯახის რამდენიმე წელი გაანადგურეს და 100,000 ქართველი მთელი ქართული ინტელიგენცია გაანადგურეს, თუ სამართლიანობა იყო 1924 წელს. თუ სამართლიანობა იყო მეფის რუსეთის დროს, როცა ქართულ ენას გვიგზავნდნენ, ეგზარხოსებმა გააუქმეს საქართველოს ეკლესია და ილია ჭავჭავაძე მოკლეს. რომელ ეპოქაში იყო საქართველოს სამართლიანობა, რომ ახლა ხდება იმ სამართლიანობის აღდგენა, რომელიც თურმე დაარღვია ვარდების რევოლუციამ. მე ფიქრობ, ეს კითხვა უნდა დასვას თითოეულმა კითხვა, რომ სამართლიანობის აღდგენა კი არ ხდება, ხდება რაღაც სხვა. და ჩვენ ამაზე ყველას მოგვიხდება დაფიქრება. და ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რაზეც მე ბოლო დღეებში ვიყავი წასული საზოგადოებრივ, მე მინდა ამაზეც ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხალხს ეს ნახლა ნაკლებად აღავლოს, მაგრამ ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი თემები. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ განსხვავებით კოსოვოსგან, რომლის დამოუკიდებლობა აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, თუ არ ვცდები 120-მა თუ 130-მა, ზუსტი ციფრი ახლა არ მახსოვს. ვერსაიდან ვერ წამოიღო ეს აღიარება, გარდა ვენესუელისა, ნიკარაგუასა და 3 კუნძულოვანი სახელმწიფოსი.
ვერ არც ერთმა დსთ-ს ქვეყანამ ეს არ აღიარა და არც აპირებს რომ ჩემი ინფორმაციით ამის აღიარებას. მე კონტაქტში ვარ დსთ-ს ლიდერებთან და ყოველ შემთხვევაში დღეს ჯერჯერობით ასე არის და მე ვფიქრობ ასე იქნება. ამას არ აღიარებს არასოდეს არც ერთი ეუთოს წევრი სახელმწიფო, მით უმეტეს აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირზე. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების კაცრი განცხადებით ამას არასოდეს არ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები. და შესაბამისად რუსეთს მოუწევს ნაქურდალის უკან დაბრუნება. რუსეთს მოუწევს იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო ამას აღიარებს დღესდღეობით ოკუპაციად, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ამას ამბობს ევროპის საბჭო ზურაბ ჭიაბეგაშვილის ცდილობების შედეგად, ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები, მათ მოუწევთ აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაცია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთისთვის რომ ეს არ მოხდეს, მაქსიმალურ რაოდენობის ქვეყნები ჩაიგდოს ხელში, რაღაცა მასა შექმნას გაეროში და ამ ყველა ქვეყანას გაეროში ხმა და შეიძლება დასვას ადამიანი კითხვა რა მნიშვნელობა აქვს 260,000 მაცხოვრებელი ვანუატუ რას აღიარებს, რას არ აღიარებს. აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვანუატუს აქვს ზუსტად ისეთივე ერთი ხმა გაეროში, როგორც მილიარდნახევრიან ჩინეთს. ერთი ხმა აქვს. და ეს ერთი ხმა, როცა გროვდება ერთად, ვიღებთ 20 ხმას, 30 ხმას და 50 ხმას. ამიტომ და მე რა თქმა უნდა ხდება საქართველოს არსებობის დილეგიტიმაცია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ ეხა თქვათ ვიღაცამ რო აღიაროს ამერიკის შტატი რაღაც ცალკე, ამ რა თქმა უნდა ვერც გაბედავს ვერავინ, მაგრამ ამერიკა ამითი არ გაუქმდება. საქართველოს რომელიც პატარა ქვეყანა, რომელიც თუ მისი ორი ნაწილი სერიოზული რაოდენობის ქვეყნება აღიარეს ცალკე ქვეყნებად, რა თქმა უნდა ჩვენ ლეგიტიმურობას ჩვენი ქვეყნის შევქმნათ სერიოზული შეუდგება სერიოზული წყალი. ამიტომ ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა. რუსეთი თელი ეს და კიდე მეორე, აი თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა როგორც ხშირად ამბობენ. რუსეთი მე ვარ მოსწრე როგორი მუშაობდა რუსეთი ვანუატუსთან და მაგალითად ტუვალუსთან. ტუვალუ არის ქვეყანა რომელიც იძირება ნაურუსთან ერთად, ვანუატუ არ იძირება, ამიტომ მნიშვნელოვანია უფრო შეიძლება. და ტუვალუში და ნაურუსში თუ არ ვცდები ერთგან 7,000 ადამიანი ცხოვრობს და მეორეგან თუ არ ვცდები 15. ტუვალუს აი 15,000-იანი კუნძულის პრემიერ-მინისტრი ჩააფრენეს ნიუ-იორკში. ლავროვი შეხვდა ორჯერ 2 დღის განმავლობაში. მე ვიყავი იქ იმ დღეებში და ვიცი ეს როგორ ხდებოდა. შემდეგ ჩამოაფრინეს თვითმფრინავი მოსკოვიდან დიდი ბოინგი, დასვეს თუ რაც იყო, დასვეს ეს ტუვალუს პრემიერი ამ თვითმფრინავზე, ჩააფრინეს სოჩში, ჩაიყვანეს სოხუმში. მოაწერიეს ხელი ეგრეთ წოდებულ აღიარებას, მერე ჩაიყვანეს მოსკოვში ეთყობა, ჩაუთვალეს იქ ფული. მერე ისევ გადააფრინეს მეორე დღეს ნიუ-იორკში და დასვეს გენერალურ ასამბლეის სესიაზე. აი ეს ამხელა რუსეთი, აი ესე ცოდვილობს, რომ თითოეული ქვეყნის აღიარება მიაღწიოს. ზუსტად ესევე იმუშავეს ვანუატუსთან, კონკრეტული სახელები და გვარები იყო, ის იყო ესეთი ასევე გულბისი, ლატვიის მოქალაქე, რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი, რომელიც ჩასახდა ფიჯიში ამამოცანით სპეციალურად. ფიჯი არის ცენტრალური ქვეყანა ამ რეგიონში, იმიტომ რომ იქ არის აეროპორტი და იქ იყვის ყველა გასაყარი გზა. და გულბისმა დაიწყო ფულების დარიგება და ლობირება ოკეანის ქვეყნებში აღიარებების. და თან მუდმივად დავდიოდა მოსკოვში, მუდმივად ხვდებოდა ლავროვს, ხვდებოდა სხვებთან მედვედევს, რომელსაც სხვა შორის ტუვალუს პრემიერი შეხვდა, სამდაც ვიცი. და შემდეგ აი ამ გულბის და ჩვენ ვიმუშავეთ ფიჯის ხელმძღვანელობასთან. აქ ჩამოვიყვანეთ ფიჯის საგარეო მინისტრი, რომელიც ვენახში მყავდა ჩემთან ჩაყვანილი, ძალიან სიმპათიური კაცია, ინოკე კუბოაბოლა. ფიჯის პრემიერთან ვიმუშავეთ და საერთოდ ფიჯის ხელმძღვანელობა მოიქცა ძალიან კარგად. ერთჩვენე დღეს მოკიდა ხელი ამ გულბის და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და დაატოვებია ოკეანის ტერიტორია. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ვანუატუსთან, მე მქონდა ვისაუბრე რამდენჯერმე ნატაპიესთან პრემიერ-მინისტრთან. შემდეგ ის გამოიცვალა, შემდეგ შევხვდი კატო კილმანს, მეორე პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში, იქ ბევრი საუბარი ჰქონდა, მე ტელეფონითაც ვისაუბრე მას. დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ. ეხლა ჰქონდა ვრცელი საუბარი ტაილანდში. ერთ სიტყვით, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა მოსკოვიდან, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქვეყანამ რომელიც აღიარა, თავისი აღიარება გადათქვა. ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, იმიტომ რომ ეს აჩვენებს, რომ როცა სიმართლე შემხარეს არის, მეორე მხარეს რა ფულიც არ უნდა დადგეს, რა დიპლომატიური რესურსები და ხა წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსები აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას, ამისთვის რამხელა გამოცდილება აქვს, რაც თავი ამისთვის. იმის გამო, რომ მაგრა იმუშავეს ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე,
ჯალაღონია დღესაც საგარეოში მუშაობს საგარეო მინისტრის მოადგილე ჯალაღანია გიავაშაძე ყოფილა მინისტრი რომელიც დღე-დღე ამ საკითხზე მუშაობდა მე მახსოვს პირველად რო გავიგე ვანუატუს აღიარება რომში ვიყავი კინაღამ ტვიში სისხლით ჩამექცა და შევდივოდი სწორედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრას და პირველი მას თქვი რომ ჩაერთეთ და რამე ქენით ამაზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ველაპარაკე რამდენჯერმე და საგარეო მინისტრი შევხვდი ამ თემაზე რამდენჯერმე და მას ხო პრემიერ-მინისტრად შევხვდი ამაზე დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ავსტრალიის ასე რომ აი ეს არის ეს პროცესი მაგრამ რატოა ეს პროცესი მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს ჩვენ შემოვახერხეთ ამ აღიარების შეუმბრუნება და სხვა შორის ვენესუელაში ოპოზიცია აპირებდა და 1% დააგდა რამდენიმე კვირის წინ დააჩენეს რომ მოიგო არჩევნები ასევე აღიარების გაუქმებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ვენესუელური ოპოზიციისთვის ჩვენ მოვახერხეთ ეს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერის გამო იმიტომ რომ ჩვენი მოკავშირეები არიან დასავლელები ჩვენი მოკავშირე არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მოკავშირე არის ავსტრალია და ახალი ზელანდია ისინი არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოკავშირეები და ჩვენ თუ გადავდგავთ ისეთ ნაბიჯებს რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში უკრაინას არაფერი არ დააკრება უკრაინა ტერიტორიული პრობლემა დღეს არ უდგას საქართველოს დაუდგება ყველა პრობლემა მათ შორის პირველ რიგში ტერიტორიული პრობლემა ჩვენ ვეთამაშებთ ცეცხლს აქ საკმარისია ჩვენ ჩავდგეთ იგივე მდგომარეობაში რაც წერა უკრაინა რომ შეგვიძლია დავემშვიდობოთ არაღიარების პოლიტიკას და მთელი სხვა მხარდაჭერის პროგრამებს რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ ეს არის ისტორიულად საშიში პროცესი მეგობრებო და მეორე საკითხი როცა ჩვენ ვიძახეთ აი რო დავდივართ ფორუმებზე ხო ეხლა ვიყავი ტაილანდში ეხლა მიდივარ ეკვადორში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პერუში ვიყავი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პერუს პრეზიდენტმა წინა საარჩევნო კამპანიაში ადრე თქვა რომ უნდა აღიაროს სამხედრო სიტი აფხაზეთთან ჩავედით და მათ შორის მეორე თუ მესამე დღეს სამხედრო აღლუმი ჩავიბარე მასთან ერთად ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ვიყავი რომელიც მოწვეული იყო მასთან ერთად სამხედრო აღლუმზე იმდენად პერუში ამ მუშაობით ჩვენ სიტუაცია შემოატრიალეთ მაგრამ პერუში რო ჩავდივართ ჩვენ რას უყვებით ხო მათ ჩვენ ხო არ უყვებით რომ მანდარინებს მოკიდით ან კახურ ღვინოს ჩამოგიტანთ რომელიც ძალიან მინდა რომ ჩავიტანოთ და გავყიდოთ კი ბატონო მაგრამ ეს ასეა ხო ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ ვართ სოფლიოს რეიტინგებში სოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ჩვენ ვართ ყველაზე ნაბალკორუმპირებული ქვეყანა ევროპაში ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში აი ხა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა მითხრა გვინდა შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება პოლიციის რეფორმის იგივე მითხრა ლაოსის ლიდერმა იგივე მითხრა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა ვიღაცას სიტყვა ბანგლადეშის შეიძლება სასაცილოდ არ ყოფილიყოს მაგრამ 160 მილიონი ცხოვრობს იმ ქვეყანაში იგივე ვითხრა თუ ზუსტი ციფრებზე არ გავუმეტევთ მაგრამ მე ასე მახსოვს 160-მდე ჩვენ ჩავდივართ და ჩვენ გვიღებენ როგორც ქვეყანას რომელიც არის ძალიან მაგარი მე-9 ადგილზე მსოფლიო რეიტინგებში თუ ჩვენი მთავრობა გამოვა და იტყვის რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი მაშინ ჩვენ სავიზიტო ბარათი ამ ქვეყნებთან არაფერი აღარ გვაქვს მაშინ ისევ დგება საკითხი რომ პრაქტიკულად ჩვენ მათთვის სათქმელი არაფერი გვაქვს და კიდევ ერთი თუ ჩვენ თვითონ ვიძახით რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თუ ომის დაწყების საგამოძიებო ჯგუფს ქმნით და თან წინასწარ გამოცხადებულ შედეგით და ვიძახით რომ ეს არის სიმართლის დადგენა სამართლიანობის აღდგენა უნდა გვესმოდეს რომ ამ შემთხვევაშიც წყალი უდგება ჩვენ არაღიარების პოლიტიკას ამიტომ ბოლო თვეებში განვითარდა ისეთი პოლიტიკური პროცესები რომელიც მიუხედავად იმისა რომ ვანუატუს შემოbrunებამ ჩემში ოპტიმიზმი გააღვიძა მე მიხსნის საფრთხეს რომ აღიარებები გაგრძელდება თუ ჩვენ ამ პოლიტიკას არ დაუსვით წერტილი და ნათლად არ ვთქვით საქართველოს იყო აგრესიის ხერხი და იყო რა თქმა უნდა ჩვენთვის დღეს ყველაზე მეტად საშიში რუსულ არმიაზე საშიშიც კი უკვე რუსული პროპაგანდა როცა კითხვა ისმევა კი მაგრამ აი მართლა იქნებ ჩვენ წამოვეგეთ მართლა ხაფანში გავებით მაგრამ ამ სასახლეში იმ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა საიტი დაიბლოკა პირველი კიბერატაკა სოფლიოს თანამედროვე ისტორიაში განხორციელდა საქართველოში რამდენიმე დღით ადრე შავი ზღვის ფლოტმა დატოვა ყირიმის პორტი და წამოვიდა საქართველოსკენ ამ დროს მე ვიყავ იტალიაში ოჯახთან ერთად მაინტერესებს ერთი ყველა მაგფერი უკვე დაძრული იყო რა უნდა გვექნა რომ მიაგვეცილები ამ ხელა არმია იყო დაძრული უკვე და იქ ისტორია კარგად აჩვენებს რამ სულ რო იხტუნაო მაინც შემოვა და ერთადერთი იყო რომ ჩვენ დავდექით მაგრა და გადავარჩინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა დავდექით მაგრა დაგვიდგა თელი მსოფლიო იმიტომ რომ მაშინ საქართველოს არ აღიქმებოდა როგორც დემოკრატიის პრობლემის მქონე ქვეყანა მაშინ საქართველოს იგაქვეყნებოდა როგორც ყველანი ჩვენ შიშაწვეთით მაგრამ როგორც სანიმუშო ქვეყანა რეგიონში
და მაშინ მთელი ევროპა 6 ევროპელი პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, თუნდაც ჯონ კერი მაშინ სენატორი იყო, ახლანდელი სახელმწიფო მდივანი, ყველა ერთად ჩამოვიდა, დადგა და ჩვენთან ერთად გადაარჩინა საქართველოს თავისუფლება. მე ვსვავ კითხვას, ხვალ რო ღმერთმა გვაცილოს და იგივე საკითხი დაგვიდგეს. ხوار ვიყენებ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლა აღარავინ აღარ იქნება ჩვენი გამკითხავი. და სოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ვინც არ უნდა შევიდეს, არავინ თითს არ გაანძლევს. ჩვენზე უფრო დიდი რაოდენობით ხალხის, ჩვენზე უფრო არანაკლები ჩვენზე არანაკლები მნიშვნელობის სტრატეგიულად შეიძლება მეტი მნიშვნელობისაც, რესურსები დიდარი და შეიძლება არავინ თითი არ გაანძლევს. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში არ არის იმ ქვეყნების მიმართ სიმპათია. ჩვენთვის სიმპათია და მხარდაჭერა დასავლეთის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს. მთელი ეს ლაპარაკი ახლა რომ დასავლეთი ამერიკა რა გაგვიკეთეს დასავლეთი ამერიკა. აი რუსეთმა იქნებ გაგვიკეთოს. რუსეთმა დაგვიპყრო და აპირებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დამთავრებას. დასავლეთმა და ამერიკამ გადაგვარჩინეს. მე-6 ფლოტი დაძრა ამერიკამ ჩვენ გადასარჩენად. ამერიკის თვითმფრინავები დაიძრნენ მთელ რეგიონში, ჩამოფრინდნენ ყველა ბაზა იყო სამხედრო მზადყოფნაში მოყვანილი. შემოვიდნენ ჩვენ პორტებში ამერიკის ფთოსანი რაკეტებით შეერაღებული გემები. ჩამოვიდა ყველა დონის მაღალი დონის დელეგაცია და კონკრეტული გაფრთხილებები გაიცა აგრესორის მისამართი. მათ გააჩერეს ქართველი ხალხის ერთიანობას და ჩვენი ჯარის თავმჯდომარეს ერთად, რომელიც მოიქცა რომ მართლა როგორც 300 არაგველი 5 დღე ჩაეკავა, სანამ ეს თერმ სოფლიო რეაქცია დაიდგებოდა, 100 ჯერ უფრო ძლიერი დამპყრობელის ჯარი. ამიტომ ეხლა ვილაპარაკოთ, რომ ისინი არიან თურმე ჩვენი არაკეთილმოსურნეები და ეს ლოზუნგები რომ ღიად ისმის და ესენი ამათან უნდა მონახოთ საერთო ენა. ეს ზუსტად ისევე როგორც ჩაერთონ უნდა მოგონახა შაჰაბასთან, ზუსტად ისევე რომ თქვათ რომ აღა მაჰმად ხანი იყო კარგი კაცი და განსაკუთრებით ქართველები უყვარდა ძალიან და თბილისი განსაკუთრებით იტაცებდა. ზუსტად იგივე რომ თქვათ რომ მურვანყრუ იყო კარგი კაცი. და ზუსტად იგივე რომ თქვა რომ თურქ-სელჩუკებს უნდა შეკროდა დავით აღმაშენებელი და კი არ მოეხდინა ჯვაროსნების მობილიზაცია. კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთის და ევროპის ჩვენი მიმართ ხარდაჭერის დიდგორი ჩვენ მოვიგეთ დასავლეთთან ერთად, ჯვაროსნებთან ერთად. ასე მისუსტებული და მიღწნილი იმპერიის წინააღმდეგ, ზუსტად ისე რომ დავით აღმაშენებელს ეთქვა წამო ეხლა თურქ-სელჩუკებს შევეკრებით, არ მინდა ეხლა ბაბაია უნდა დაუძახო. დღეს თავარი დებულებების გადახედვა ხდება და ამიტომ ვიძახე რომ დღეს პროპაგანდაულ პროცესშია კიდევ ვიდრე რაღაც სახის შეერაღებული შემოსვლა. დღეს უკვე ჩვენ შიგნით მრავლდება ეს მიკრობები, რომელმაც შეიძლება ჩვენი ორგანიზმი ისე დაასუსტოს, რომ ყოველგვარი იმუნიტეტი დაუკარგოთ ყველანაირი საერთაშორისო არაკეთილმოსურნე ზეწოლის მიმართ და პირიქით დაუკარგოთ კეთილმოსურნეთა მხარდაჭერა. აი ეს არის ძირითადად ისე თქვა სურდა, კითხვები ალბათ გაქვთ, თქოთ. ნათია გოგსაძე, რუსთავიორი, მე რა თქმა უნდა დაუბრუნდები დაკავებების თემას და აქედან გამომდინარე გითხავთ, ხომ არ აპირებთ რომ თავდება დაუდგეთ ზურაბ ჭიაბერაშვილს და ვანო მერაბიშვილს და რჩება თუ არა მერაბიშვილი პარტიაში გენერალური მდივნის პოსტზე, ან ვინ შეასრულებს ამ ფუნქციას, თუ ესრულება მოხდება, იქნება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატი და რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, დაიკავებს თუ არა, იქნება თუ არა კვლავ ის კახეთის მოქმედი გუბერნატორი და საერთაშორისო რეზონანსზე თქვით, აი რა ზარალი შეიძლება საქართველოს კონკრეტულად კიდევ მიადგეს, იმიტომ რომ ახლოვდება რამდენიმე საინტერესო პროცესი. რაც შეეხება საერთაშორისო რეზონანსზე მე უკვე გესაუბრეთ, ცლად ვფიქრობ, რომ საქართველოს უბრალოდ პრობლემები ექნება, უკვე დიდი პრობლემები გვაქვს შექმნილი. მე მინდა უბრალოდ კითხვა დავსვათ ყველა. მე ვიღაცებს აღიზიანებს, რომ მე ბევრს დავდივარ უცხოეთში, ვიღაცებს არ კონკრეტულ პოლიტიკოსებს. მაგრამ მე როცა გავხდი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირველ 3 თვეში და მე მინდა ხალხი ამას დაფიქრდეს. მქონდა ვიზიტი თეთრ სახლში ოფიციალური ვაშინგტონში, საფრანგეთში პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, ბრიტანეთში, ინგლისში პრემიერ-მინისტრთან ოფიციალურ ვიზიტებს ვიძახი, მოსკოვში, კრემლში პუტინთან და კიდევ რამდენიმე 3-4 თვეში პრაქტიკულად მოვიცავი მთელი მსოფლიოს, ჩინეთში ცოტა გვიან წავედით, მაგრამ მთელი მსოფლიოს ელიტა და მოწვევები მქონდა უკვე იაპონიაში და ჩინეთში. ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა. პირველივე 3-4 თვეში. საქართველოში არის აღმასრულებელი ხელისუფლება და თუ არ გამოვაკლებთ მეზობლებს, რომელიც ვალდებული არიან, რომ გაცნობითი შეხვედრები ჩაატარონ და თუმცა იცით, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ჩვენ ახლა მეზობლებთან, ძალიან სერიოზული პრობლემები.
გაჭერებულია ყარსია ხალხი კირგიზის შენებლობა, ეს არის ძალიან დიდი სტრატეგიული კატასტროფა, მე ასე ვიტყოდი აზერბაიჯანთან ურთიერთობაში. თურქეთთან მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები არის გაჩერებული, ეს ძალიან განვიცდი ამას მე და არ მომწონს და არავის არ მომწონს ალბათ. იმედია მთავრობაც განიცდის და მე ამას გულით ტკივილით. იმიტომ რომ ნიშნის მოგების არაფერი არ მინდა გაიგოთ, იმიტომ რომ აქ ეს არის ის რაზეც ამდენი წელი ვიმუშავე და ეს ყველაფერი წყალში არ მინდა გადაგვეყაროს. ამ ვიზიტების გარდა არც ერთი ოფიციალური მიწვევა საქართველოს მთავრობას არ ქონია არც ერთ ქვეყანაში. უკვე მერვე თვეა ხო თუ არც? არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს არა აქვს უფუფუნება, რომ თავისთავად ყავდეს ასეთ საერთაშორისო იზოლაციაში. ჩვენ არა ვართ ბუტანი, რომელმაც გამოიმუშავა თავისი ბედნიერების ფორმულა, არის მაღალმთებში პატარა ქვეყანა, ასეთ ოფიციალურ პოლიტიკას ქვია ბედნიერების პოლიტიკა, არავინ არ შედის, არავინ არ ეცხმის თავს, არავინ დაპყრობას არ აპირებს, უმეტესობა საერთოდ არ იცის სად არის. ამიტომ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყანა, განსაკუთრებული გეოგრაფიით, განსაკუთრებული ისტორიით, განსაკუთრებული ხალხით და განსაკუთრებული მიღწევებით ბოლო წლებში. ამიტომ ეს დასაფიქრებელი საკითხია და ამიტომ ეს საერთაშორისო ასპექტი მე ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შვილების მომავლის საკითხი. ეხლა ამერიკაში შეიძლება ადმინისტრაციები შეიცვალოს და ამერიკა არ ჩაიძინება და ამერიკას არავინ არ დაიპყრობს. უკრაინას ალბათ არავინ არ დაიპყრობს. საქართველოს აქვს ეგზისტენციალური საკითხები გადასაწყვეტი. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ჩემ მეგობრებს, ვანოს და ზურას. მე არ ვიცი ხა სამართლებრივად ეს როგორ უნდა განხორციელდეს, მე ვფიქრობ საკმარისზე მეტი ხალხია რომ მე რაც ვთქვი და მე ამას სამსიტყვოს ვადასტურებ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს არ გაჩერდება. დღეს გაკეთა განცხადებები რომ საქართველოს დაკარგა პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს განცხადება უკვე მთლიანად თავიდან ბოლომდე ადასტურებს, რომ ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი. და მოდით თავს ნუ მოვიტყოთ, ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პროცესი. მაგრამ პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს. მე მიმაჩნია რომ საქართველოს დემოკრატიას მომავალი ნამდვილად აქვს. დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება კი არა, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, ჩვენმა ხალხმა ნახა როგორ გამოიყურება თავისუფალი პრესა, თავისუფალი ტელევიზია, თავისუფალი დებატები, როგორ გამოიყურება წარმატებული დემოკრატიული მთავრობა, როგორ გამოიყურება აღმშენებლობა დემოკრატიის პირობებში, როგორ გამოიყურება თუნდაც მთავრობის შეცვლა არჩევნების გზით და ძველი მთავრობის დამარცხება, ძალიან წარმატებული მთავრობის დამარცხება, მისი ჩანაცვლება ახალი იმედებით, ახალი მოლოდინებით, ახალი წარმოდგენებით. და ეს არის დადებითი პროცესი და ჩვენმა ხალხმა ეს ნახა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე ხალხი უარს არ იტყვის და საქართველოს ერთ-ერთი არჩევანი არის დემოკრატიული. სხვა არჩევანი მომავალში საქართველოს არ შეიძლება გქონდეს. ყველანაირი მცდელობა დემოკრატიის შეზღუდვის ან ჩანაცვლების პროკურატურის ან სხვა ორგანოების მეშვეობით ჯერ ერთი თავისთავად ეს ორგანოები არ არის მოწყობილი ისე, რომ ეს ამუშავა მიმართულებით და მეორე უბრალოდ გამოიწვევს ქაოსს და რაღაც სახის დაძაბულობას და ეკონომიკური წისულის შეჩერებას, რაც უკვე სამწუხაროდ ჭეშმარიტებად იქცა ჩვენ ცხოვრებაში. სხვა მხრივ მე ვფიქრობ ეს იქნება დროებითი სიძნელეები და ამიტომ პოლიტიკურ პროცესს გაგრძელდება, კანდიდატებიც იქნებიან, იქ ვინ იქნება ამას პოლიტიკურ პროცესს განსაზღვროს, ნამდვილად არ განსაზღვრო მე და მით უმეტეს ახლა არ განსაზღვრო, მით უმეტეს ხელგულზე რომ რაღაც რეაქცია მოვახდინოთ, ეს ასე არ არის სწორი. ორი რაღაცა უნდა გაცალკევდეს. არის გლობალური პოლიტიკური ასპექტები, ის რაც ხდება, მე გითხარით უკვე, ესენ ძალიან მაღელობს. მაგრამ არის კონკრეტული იქ რაღაც შიდა პარტიული საკითხები და მართალი გითხრათ მე მომხრევა რომ პოლიტიკურ პარტიებს და მე თუმეტეს იმ პარტიას რომელიც თავმჯდომარეს ხონდეს სრული ავტონომია თავის გადაწყვეტილების მიღების. შიგნით გადაწყვეტოს ერთმანეთს, შიგნით ვიკამათოთ, შიგნით ღიად ვიკამათოთ საზოგადოების თვალით ძალიან მნიშვნელოვანი იყოს სატელევიზიო დებატები ამ საკითხებზე. თუმცა რა თქმა უნდა თავისთავად სიტუაცია ნორმალური არ არის. დღევანდელი რაღაც ფონზე ნორმალური სიტუაცია არ არის. გარკვეული სერიოზულ ხერხულობას ესქმნის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე უარესი რაც შეიძლება იქნას, რომ არ გაგრძელდეს მუშაობა მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტრაციის და თქვათ დაგეგმილი რაღაცები არ განხორციელოთ, არ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, არ გაგრძელდეს საპარლამენტო პროცესი, ადგილმმართველობა ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ანუ გენერალური მდივნის ფუნქციას თქვენ თავზე არ აიღებთ, თუ არ ვცდები პარტიული წესდებით ეს ასე. მე ვერ შევითავსებ გენერალური მდივნის ფუნქციას ერთი და მეორე სეთი
ჩვენი პარტია ძალიან ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობა და ამ ორი ქუდი მაქვს მე პრეზიდენტის, მაგრამ რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პარტიის თავმჯდომარის შედარებით, ამასთან შედარებით მეორე ხარისხოვანია. იქ შიდა იმდენად კოლექტიური რაღაცაა იქ და ყოველთვის იყო, რომ იქ ცალკეული ადამიანების რამდენიმე დღიან სადღაც გასვლას ან გამოსვლას თავისთავად მე იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც არ იქნება რამდენიმე დღეზე მეტი, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავად თუ ეს არის რაღაცა გრძელვადიანი, მე ვფიქრობ საქართველოსთვის ეს კიდევ ერთხელ მეორე ამას აქვს შედეგები აქვს და ეს შედეგები იქნება ყველაფერი იმის დაზიანება, თუ ხარ თლიანად ხაზს გასმა, მაგრამ მე მაინც გონია დაზიანება, იმიტომ რომ თლიანად ხაზს ამას ვერაფერი ვერ გადაუსვას, რასაც თელი წლები ამდენი რუდუნებით, მათ შორის იგივე ამ ადამიანების მეშვეობით ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ. ჩავდიხარ და გეუბნება მაგალითად ლაოსის და ტაილანდის ლიდერები და გვინდა ვისწავლოთ თქვენგან პოლიციის რეფორმა. ეხლა დაკავებულია ვანო მერაბიშვილი, ხომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის გეგმები, ხომ არ იტყვის პარტია უარს პრაიმერისზე და პირდაპირ ხო არ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს მაგალითად ვანო მერაბიშვილს. ამაზე უკვე კითხვაზე მე პასუხი გავეცი, ეს არის პოლიტიკური პროცესი წავა, როგორც უნდა იყოს. მე აქ საგანგებო სიტუაცია, მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩვენ ამის გამო რაღაც ხელგულზე რაღაცა ესეთი კონვულსიური რაღაცა, ესეთი ისპულსური მოძრაობები უნდა გავაკეთოთ. უნდა ჩვენ და ყველა უნდა გაყვეს თავის გეგმას, უნდა გავყოთ სამართლებრივი საკითხები და პოლიტიკური საკითხები, თუმცა სამწუხაროდ იმ სამართლებრივი საკითხებში პოლიტიკა 99%, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკური დემოკრატიული პროცესები არ უნდა დაზარალდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირდაპირ ეთერში იყო პრეზიდენტის პრესკონფერენცია, ის ჟურნალისტებს ხვდება და დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ასევე ჩემი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ახლა 7 საათი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი ამბები უნდა გავიგოთ და ნინო ვარდოსანიძე შემოგვიერთდება. ნინო, გისმენთ. დიახ, ირაკლი, გაგაცნობ ზუსტად ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობიდან დაკავებულები სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს. ცენტრალურ გასასვლელთან კი მათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, პარლამენტის და საკრებულოს წევრები, ასევე რიგითი მოქალაქეები ელოდებოდნენ. სამართალდამცველებს მათ გამოსაყვანად სპეციალური კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ორივე მათგანი დღეს დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებულ საქმეზე ჩვენების მისაცემად იყვნენ დაბარებულნი. მერაბიშვილს ბრალieდება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებში, რაც 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული მას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის და 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდეს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვანო მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურ დევნად შეფასება გაუჭირდება, რადგან ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ კითხვები არსებობდა. ჩვენ კანონს უნდა მოусმინოთ და სამართალს გავყვეთ, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების მიმართ და მათ რიცხვი მერაბიშვილის მისამართაც კითხვები არსებობდა. მე რამდენჯერ მეთქვია მის შესახებ, ეხლა შემიძლია გავიმეორო, მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება, ჩვენ წინასწარ არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ. დაველოდოთ პროცესებს. ბანამიძე, პოლიტიკური დევნა ეს ალბათ იქნება ის ბრალდება, რომელსაც თქვენი ოპონენტები მე მგონი, რომ იმდენად სუსტია უკვე ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას ვეღარც იყენებენ. ევროპამაც, ამერიკამაც კარგად გაიგეს, რომ ჩვენ არ შერჩევით სამართლას, არ ვაწარმოებთ, პოლიტიკური დევნა არ იქნება და მე დამატებით შემიძლია კიდევ დღესაც გაგიმეოროთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ არანაირ დასავლეთში თუ აუხსნით ამ ყველას. მე მგონი, რომ დასავლეთში აღარ სჭირდება დასწრები. კითხვის აღარ პრეზიდენტის კანდიდატი შეიძლება იყოს ვანო მერაბიშვილი, როგორ იქნება მაშინ ამ შემთხვევაში? სამწუხაროა თუ ესეთ პრეზიდენტი დავკარგეთ, მაგრამ კანონს უნდა მოусმინოთ და სამართალს უნდა მოусმინოთ. ვანო მერაბიშვილის დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრი ბაქოში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილის მიმართ საკმაოდ მძიმე ბრალდებები გამოიკვეთა. საქართველოში ხელშეუხებელი და პრივილეგირებული არავინ იქნება, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენს ქვეყანაში არავინ არ არის, არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ყველა არის თანაბარი კანონის წინაშე. კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იყო და ვერც იქნებოდა პრივილეგირებული. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული ბრალი არის გამოკვეთილი, იქ რამდენიმე ეპიზოდი არის.
მე ვიცი რომ გამოიკვეთა ძალიან მძიმე კორუფციული ორი მძიმე კორუფციული ეპიზოდი. ამას გარდა მე ასევე მაქვს ინფორმაცია რომ მას სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იკვეთება მისი ბრალეულობა სხვა საქმეებთან დაკავშირებით. პეტრიაშვილის ქუჩაზე ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა გრძელდება. ცოტა ხნის წინ სახლში ადვოკატი გოგიტა გაბაიძე შევიდა. ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. ჩხრეკის პროცედურას მხოლოდ ოჯახის ახლობლები ესწრებიან, მათ შორის სახლის მეპატრონე. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით ბინას არ ფლობს თავად ვანო მერაბიშვილი, მას თბილისში საკუთარი სახლი არ გააჩნია და მეგობრის ბინაში ცხოვრობს. სამართალდამცველები იმყოფებიან ასევე სოფელ შინდისში, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ტარებენ ჩრეკას ჩვენ შევედით და ვინაიდან არ იყო თხოვნა ოჯახის წევრებისგან რომ დავჩენილიყავით და პროკურატურმაც თხოვა რომ თვითონ თუ ოჯახის წევრები მოითხოვდნენ შემდეგ დაუბრუნდებით ამას. ეს არის ჩვეულებრივად მცდელობა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან რომ გადაფაროს ყველა ის პრობლემა რაც დღეს არის საქართველოში. მინდა გითხრათ რომ ვერაბნაირი დაჭერები ვერ გადაფარავს იმ დაუპირებების შეუსრულობას რაც მათ უხვად ქონდათ გაცემული. 17 მაისის აქციის მონაწილეებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯარიმის 100 ლარის გადახდა დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ონიანის გადაწყვეტილებით აღნიშნული პირები წვრილმა ხულიგნობაში არიან ბრალდებულნი, ხოლო მეორე ბრალდება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ დადასტურდა. შესაბამისად აღნიშნული ბრალი 4 ახალგაზრდას მოეხსნა. ზურაბ ჩხეიძემ, გიგა კუჭუხიძემ, ბექა ფირალიშვილმა და ამირან მენთეშაშვილმა დაკისრებული ჯარიმის თანხა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ახლა ეთერს კვლავ ირაკლი ჩიხლაძეს უთმობთ. დიდი მადლობა ნინო, მე დაგემშვიდობები. ახლა კი დღის მთავარ თემაზე გავაგრძელებ საუბარს. საკმაოდ დიდი ხანია უკვე გველოდება ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის სათა ოფისში იმყოფება, რომელიც სწორედ დღის მთავარ თემაზე გააკეთებს განცხადებას და თავის მოსაზრებებს გაგვაცნობს. საღამომშვიდობის ბატონო ზურაბ, მადლობთ რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ პრეზიდენტს უსმენდით, რომელმაც შეეხო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ფაქტებს. პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე, თუმცა საინტერესო იქნება პირველ რიგში პირადად თქვენი პოზიცია. ამას პოლიტიკურ დაკავებას უწოდებთ და ოპოზიციის დევნას? საღამომშვიდობის, დიდი მადლობა რომ მომეც საშუალება რომ ჩართულიყავით თქვენთან გადაცემაში. ჩემი აზრით ამ დაკავებას აქვს ორი მიზანი, ამასთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე განცხადება. ერთი ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადებული კონკრეტული გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის გაქრობას საერთოდ ოპოზიციური ფლანგიდან, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ისეთი პოლიტიკური ძალების გააქტიურება, როგორც არის მაგალითად ნინო გურჯანაძის ჯგუფი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ირმა ინაშვილის გარშემო გაერთიანებული ესეთი ფაშისტური შეხედულების მქონე ადამიანები. ეს პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არაერთხელ და მეორეს მხრივ ცხადია ამ დაკავების მიზანი არის ცალსახად პოლიტიკური, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაფარვა, რომელმაც თავი იჩინა ამ ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში. აქ საუბარი აღარ არის ქართული ოცნების მიერ გაცემული დაპირებების ვერ შესრულებაზე, საუბარი არის იმაზე, რომ ეკონომიკაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები, თვეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფო გვაქვს რეცესია და როგორც მე არაერთხელ განვიცხადებია, ჩვენ დღეს ნაცვლად იმისა, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, კარგავთ არსებულ სამუშაო ადგილებს, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად სრული ჩავარდნა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და გარდა ამისა, რაც ასევე თვალსაჩინო არის უკვე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, გვაქვს კეთრის და კრიმინალის და ზოგადად ძალადობის ქუჩებში და ამის კულმინაცია იყო 17 მაისს განვითარებული მოვლენები. ჩემი აზრით ეს ორი მიზანი არის. ბატონო ზურაბ, მოდით აქვე გითხრათ, თქვენ ამბობთ, რომ მეორე მხრივ გადაფარვა იმ პრობლემების, რომელმაც თავი იჩინა ქვეყანაში. თუ საუბრობთ, რომ პრობლემები უნდა გადაიფაროს, ეს თუ საუბრობთ ჩვენ პროცესების გადაფარვაზე და იმ საქმეებზე, რომელიც დაპირდა არჩევნების წინა პერიოდში ოცნება მოსახლეობას და ვერ ასრულებს, ამის გამო შესაძლებელია, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაკავება მოხდეს, რადგან საქმე გადაიფაროს და თქვენ ფიქრობთ, რომ ამდენად სერიოზული არის ამჟამინდელი მთავრობისთვის ნაციონალური მოძრაობის განადგურება და ეს შესაძლებელია მან გააკეთოს როგორც მმართველმა გუნდმა?
დიახ, ანუ ეს არ არის რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის განადგურებას, ეს არ არის ჩვენი ვარაუდი, ამის შესახებ განცხადები გააკეთა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე არაერთი ქალი გააკეთა განცხადება იუსტიციის მინისტრმაც, ეს არის მათი გაცხადებული პოლიტიკა, რომ მათ სურს ნაციონალური მოძრაობის გაქრობა ოპოზიციური ფლანგიდან, კიდევ უმრებ ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ამის შესახებ არსებობს საჯარო განცხადები, რომელიც შეგიძლიათ ამოიღოთ, რაც შეეხება იმას მოხდება თუ არა პრობლემების გადაფარვა, დიახ, ეს მიზანი არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, მათ შორის ჩვენც პარლამენტში ვისაუბროთ იმაზე, რომ ხდება პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების და ნაკლები ვისაუბროთ ეკონომიკის პრობლემებზე, კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და შემდეგ. ამას გულისხმობს გადაფარვა, ჩვენი ყურადღება იყოს გადატანილი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ნაკლებად იყოს გადატანილი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა ეს არ მოხდება, ჩვენ მოვახერხებთ ბრძოლას ორივე ფლანგზე. დიახ, ბატონ ზურაბ, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა კითხვები იგივე 26 მაისის თემასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე და ასევე საარჩევნოდ, წინა საარჩევნოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სხვა პოლიტიკური ფიგურები აკეთებდნენ განცხადებას. თქვენ გამორიცხავთ ყოველგვარ ბრალეულობას იმ უხლებში, რაზეც საუბრობს პროკურატურა, როგორც ვანო მერაბიშვილზე, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილზე. ხო, მე გამიჭირდება რაიმე ბრალეულობის გამორიცხვა და დადასტურება, ჩემი აზრით ეს არის ერთი გამოძიების საქმე და შემდეგ არის უნდა გადაწყვიტოს სასამართლო. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთი ზოგადად რაღაც ტიპის ბრალდებებზე საუბარი მუდმივად იყო. მე შეგახსენებთ მაგალითად, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი საუბრობდა, რომ ხდებოდა საქართველოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. იგივე გენერალური პროკურორი საუბრობდა იმაზე, რომ ადამიანებს აიძულებდნენ პროზექტურაში გაეთიათ ღამე და რაღაც სისხლში ეცურავათ ადამიანებს. იგივე გენერალური პროკურორი საუბრობდა იმაზე, რომ ადამიანებს მიწაში მარხავდნენ და შემდეგ საშინელებას უკვეთებდნენ. არც ასეთი ტიპის განცხადებას არ მოყოლია შემდეგ რაიმე ტიპის ბრალის წაყენება და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ჭორები, ამიტომ ჩვენ მოხსნელი ვართ ძალიან ბევრი ჭორი ამ ხელისუფლებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ პროკურატურის განცხადებას, იქ 4 საქმე იყო ნახსენები, აქედან 2 საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს ძალიან ძიმე ფონი, ჩემშიც პირადად ეს არის 26 მაისის საკითხი და ეს არის იგივე ტრაგიკული გირგვლიანის გახმაურებული საქმე. ამ საქმეთან დაკავშირებით საერთოდ ბრალი არ აქვს წაყენებული მათ შორის პარტიის გენერალურ მდივანს, ამიტომ ამ თემების ხსენება უბრალოდ მოხდა სპეციალურად, რომ საზოგადოებაში რაღაც განწყობები, ეს ნეგატიური განწყობები კიდევ ერთხელ გაეღვიძებინათ. რაც შეეხება იმ ორ საქმეს, რომელთან დაკავშირებითაც ბრალი არის წაყენებული, ერთი არის სრულად აბსურდული საქმე, ეს ეხება რაღაც დასაქმების პროგრამას, სადაც საუბარი არის, რომ თითქოს ადამიანები ტყუილა იღებდნენ ხელფასს და სინამდვილეში საქმეს არ აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანი მოწმემათ, როგორც ჩანს, ყავთ, რომლებიც იძახეს, რომ მათ საქმე არ გაუკეთებიათ, თუმცა ეს ამ ადამიანების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, იმიტომ რომ ამ პროგრამის ფარგლებში დადებული არის კონკრეტული პროდუქტი, შეგროვებული არის დეტალური ინფორმაცია 600,000 ადამიანის შესახებ, რომლებიც შეყვანილი არის შემდეგ ელექტრონულ ბაზაში და ეს ბაზა არსებობს და თუ ეს ადამიანები ტყუილა იღებდნენ ხელფასს, მაშინ ვინ შეაგროვა ეს ინფორმაცია და ვინ შეიყვანა ამ ბაზაში, ეს ბრალდება არის სრულად აბსურდული. მეორე ბრალდება ასევე ძალიან კომიკურია, დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ საუბარი არის რაღაც კერძო სახლის გარემონტებაზე, რაღაც ფარული ხარჯებიდან, დახურული ხარჯებიდან, რაღაც თანხების გაღებაზე, იქ შეიძლება საუბარი იყოს რაღაც კონსტრუქციებიც არის ძალიან კომიკური. მით უმეტეს, როცა წლების განმავლობაში გესმის რაღაც საშინელებები, დიახ და უცებ ესეთი ბრალდების წაყენება ხდება, ცხადია ეს ყველაფერი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ ერთად უსმენდით პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც ისაუბრა როგორც საშინაო პოლიტიკაზე, ასევე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იგივე ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში. თუმცა საინტერესოა უფრო კონკრეტულად თქვენი პარტიის სამომავლო გეგმები, საქმიანობა, მოსაოდნელია თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ განიხილებოდეს ვანო მერაბიშვილი ან ვინ იქნება პარტიის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატი, ასევე ხო არ ფიქრობთ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილმა ჭიაბერაშვილის ღვაწლზე უფრო მიხეილ სააკაშვილმა ჭიაბერაშვილის ღვაწლზე უფრო ბევრი საუბრა, ვიდრე ვანო მერაბიშვილის, რატომღაც მასზე დიდად აქცენტი არ გაუკეთებია? ხო, ბოლო კითხვასაც შეეხება, ამაზე გამიჭირდება კომენტარით ბოდიშით, მაგრამ მგონია რომ ცოტა ისეთი არასერიოზული დამოკიდებულება მე ამგონია, მან თავიდან დაიწყო იმით სწორედ რომ ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების ისედაც ცნობილი არის, თუ რა დამსახურებები აქვს და რა მიღწევები ჰქონდა ვანო მერაბიშვილსაც, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე შემიძლია ეხლავე ამ ეთერში დავადასტურო, ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება ის, რომ ქართული საჯარო სექტორი მთლიანად გასუფთავდა რუსული სპეცსამსახურებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჭამდნენ და ხრავდნენ საქართველოს ბიუჯეტს და ზოგადად ამ ქვეყანას ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება კორუფციის აღმოჩენა
ქვეყანაში, რომელიც აღიარებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და მის სახელს უკავშირდება პოლიციის რეფორმა და ის რომ შეიქმნა პატრული იმ სახით, რასაც დღეს არსებობს და დღევანდელი ხელისუფლებაც ამაყობს ამ პატრულის არსებობით, თუმცა მათი წვლილი ამ პატრულის შექმნაში ნაკლები არის. ამიტომ არ გონია რომ ესეთი შედარება ზოგადად სერიოზული იყოს, რომ რაღაც ნაკლები აქცენტი გაკეთდა ვანო მერაბიშვილზე. მეორე, რაც შეეხება აქცენტებს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩემის აზრით სწორი აქცენტი გააკეთა პრეზიდენტმა, როდესაც შეადარა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უკრაინის მდგომარეობას, იმიტომ რომ უკრაინაშიც მოხდა მაღალი ხელისუფლების პირების დაკავება და ბრალდებები პირველად რომ მძიმე იყო, ვიდრე დღეს საქართველოში არის და ამას საბოლოო ჯამში პრაქტიკულად დაასამარა უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატზე რა გეგმაა ევროპული მომავალი. კი ბატონო. ეს დამოკიდებული არის იმაზე, საბოლოო ჯამში მოხდება თუ არა ვანო მერაბიშვილის დაკავება, მისი წინასწარ პატიმრობა შეყვანა და შემდეგ ამ შემთხვევაში ცხადია, მას ვილად რო თქვა ძალიან გაუჭირდება პრაიმერში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში გეგმები ნაციონალური მოძრაობის არ შეცვლა, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობას, საპრეზიდენტო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ეს იყო გაცხადებული, გამოვლინდება შიდა პრაიმერის გზით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ზურაბ ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. რეკლამის შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკაბესელია და ასევე ექსპერტები დაგველოდით. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. დღის მთავარ თემაზე უკვე ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებ საუბარს. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ქალატონი ხათუნა ლაგაზიძე და ასევე ნიკა ჩიტაძე. საღამომშვიდობის რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში და ასევე დიდი მადლობა ბატონ ნიკას რომ იღებს გადაცემაში მონაწილეობას. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ შეფასებით. თქვენ როგორ შეაფასებთ? დღეს იყო საუბარი რომ მართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიას, კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას დევნის პოლიტიკური ასპარეზიდან. მოგესალმებით. მე გამოვრიცხავ იმ შეფასებას, რისი ციტირებას თქვენ ახლა მოახდინეთ, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავად განდევნა საკუთარი თავი პოლიტიკური ასპარეზიდან 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, როდესაც ის იყო ხელისუფლებაში და ფაქტობრივად საზოგადოების დიდი ნაწილი განიცდიდა სხვადასხვა სახის დევნას მისი მხრიდან. დღეს უბრალოდ ისინკის თავისი 9 წლიანი, ასე ვთქვათ, სახელისუფლო და კარენერი პოლიტიკური სარჩული არ შეიძლება. გამორიცხული აქვს პოლიტიკურ სარჩულზე საუბარი, მით უფრო რომ მას შემდეგ რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავად დაიწყო წმენდა საკუთარ რიგებში და დაიწყო ისეთი მაღალი თანამდებობის პირით, როგორიც გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მე მაშინვე ვთქვი, რომ გარდა იმისა, რომ კანონიერი უფლება აქვს დღევანდელ ხელისუფლებას აღასრულოს სამართალი და პასუხი აგებინოს წინა ხელისუფლების იმ პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა დანაშაულებებში, სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებში, მან ამ ნაბიჯის შემდეგ, ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის შემდეგ მოიპოვა მორალური უფლებაც იგივე დასავლეთის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში. დიდი მადლობა. მოდით ბატონ ნიკას მოვუსმინოთ. ბატონ ნიკა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გითხავთ. დღეს დაიწყო საუბარი, რომ თითქოს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას ცდილობს, ეს არის პოლიტიკური დევნა. რაზეც ცოტა ხნის წინ ქალატონი ხათუნა საუბრობდა, საკუთარი მაღალჩინოსნებიც კი დააკავა ქართულმა ოცნებამ. ანუ რაიმე პარალელის გავლება შეგვიძლია, რომ თუ თქვენ ამას პოლიტიკურ სარჩულს შეგიძლიათ რომ შეაფასოთ. მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, პირველ რიგში რაც შეეხება 9 წლიანი მმართველობის პერიოდს, ეს 9 წელი იყო, როდესაც 2003 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე შეადგენდა $920, ხოლო დღევანდელ დღეს ის $3200 შეადგენს ერთსულ მოსახლეზე. აგრეთვე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა პრობლემები იყო მოსახლეობის ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით, კრიმინალთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვა პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ თითქოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში 10%-იანიც დაიყო მთლიანი შიდა პროდუქტის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 5%-ამდე დაეცა. მსოფლიო ბანკის მონაცემები აბსოლუტურად საპირისპიროს მეტყველებს, კერძოდ იმას, რომ მხოლოდ 97 წელს იყო 11%-იანიც და შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში, თქვა 2007 წელს 11% იყო ასევეც და ხოლო იგივე თქვა 2020 წელს, როცა ისინი პირველად მოვიდნენ
ხელისუფლებაში 7% აჭარბებდათ ლიანი შიდა პროდუქტის და ანუ აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს იმ მიღწევების შესახებ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ იყო უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით და ქუჩაში გასვლის თუმცა თუ მაღალ ჩინოსანთა ბრალეულობა იკვეთება ამ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს ეხა მოგახსენებთ ეხა რაც შეეხება მაღალჩინოსანთა ბრალეულობას ხო აი მაგალითად ხო ესე იგი ბატონ ვანოზე არის საუბარი თითქოს 26 მაისის მოვლენებში მას გარკვეული ბრალი მიუძღვეს ჩვენ ძალიან კარგად ყველა ვნახეთ როგორ დაიღუპა რიგითი პოლიციელი გახსოვთ ხო როდესაც იგი გაიტაცა ესკორტის მანქანამ თუმცა ის ადამიანი შემდგომში გამოუშვეს კიდეც ხო ციხიდან ვისაც ბრალი ჰქონდა წაყენებული თუმცა რატომღაც აბრალება ამ ყველაფერს წინა ხელისუფლებას ამავე დროს ავიწყდება თუ ვინ იყო ორგანიზატორი 26 მაისის აქციის. რომ ეს იყო ორგანიზატორი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ჩადიოდა ვლადიმერ ვლადიმერიძე პუტინთან, რომელიც გენოციდი მოუწყო ქართულ ხალხს და მანამდე ჩეჩენ ხალხს 200.000-მდე ჩეჩენი იყო დაღუპული ორი ომის შედეგად, ჩეჩნეთში წარმოებული ორი ომის შედეგად და ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მიტინგი უკვე არ იყო სანქცირებული, როდესაც შესთავაზეს მომიტინგეებს, რომ მათ გაემართათ მიტინგი სხვა ტერიტორიაზე, ხოლო ისინი აცხადებდნენ იმას რომ ისინი არ ჩაატარებდნენ დასაქმების პროგრამაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე, სხვისი ქონების ხელყოფაზე, კონკრეტულად ვანო მერაბიშვილს გულისხმობთ მე ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ 26 მაისის კონკრეტულ ფაქტს ეხებით. კი ბატონო, არა, იმიტომ რომ 26 მაისის თემაც გაჟღერდა და ამიტომაც თქვენის და ტელემაყურებლის ნებართვით შევეხე ასევე ამ თემას. რაც შეეხება უშუალოდ დასაქმების პროგრამას, დიახ, მოგესწრებათ, რომ სწორედ ბატონი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში იქმნება სახელმწიფო მინისტრის აპარატი დასაქმების საკითხებში, სადაც 800.000-მდე ადამიანის რეგისტრაცია განხორციელდა. თუ ჩვენ აქ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2013 წლის ბოლოს 6 მილიარდი დოლარი იყო და დღეს აჭარბებს 28 მილიარდ დოლარს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვილაპარაკოთ ამ ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაზე, რა თქმა უნდა პრობლემები არსებობდა და რა თქმა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარკვეულწილად მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ იგრძნო შვება, თუმცა ბევრი იყო დაუსაქმებელი, სამწუხაროდ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით 16% საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის და აქედან გამომდინარე ბატონი ვანო მოგესწრებათ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესში. გავიხსენოთ, როგორი იყო პოლიცია 2003 წლამდე, ან იქვე კომუნისტური მმართველობის პერიოდში და თურმე მაშინ სამართლიანობა იყო და 2003 წლის მერე 9 წლის განმავლობაში თურმე უსამართლობა იყო ქვეყანაში. თურმე მაშინ იყო უსამართლობა. მოდით ქალწულ ხათუნას მოვსმინოთ და შემდეგ მე ისევ დაგიბრუნდებით, თქვენი პოზიცია გასაგებია. ქალწულ ხათუნა ბატონი ნიკა საუბრობს, რომ საკმაოდ ბევრი სასკეთო საქმე აქვს ამ ადამიანებს გაკეთებული და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ წაიწია წინ. ასევე ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, როდესაც საუბარი არის სამართლიანობის აღდგენაზე, სწორედ 2003-დან, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო სამართლიანობის აღდგენა, როდესაც დაიწყო და არა წინა პერიოდში და ამ მთავრობის კონკრეტულ ადამიანებს ასახელებდა, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში მოღვაწეობდნენ. შეგვიძლია თუ არა რაიმე პარალელი გავავლოთ დაუშვათ ამ პოლიტიკური საქმიანობის მათ მთავრობაში ყოფნის პერიოდზე და დღეს განვითარებულ მოვლენებს შორის. რაიმე კავშირი შეიძლება არსებობდეს დაკავებას გულისხმობ პოლიტიკურ სარჩულზე, როდესაც არის ლაპარაკი. ბატონმა ნიკამ რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალა, მე დავიწყე ბოლოთი, როდესაც ბატონმა ნიკამ ბრძანა, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერობის პერიოდში დასაქმების სამინისტრომ 800.000 განცხადება მიიღო დასაქმების მსურველთა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წელს და ნაციონალური მოძრაობის ბოლო წელს ფაქტობრივად ქვეყანა სოციალური კატასტროფის წინაშე იდგა, იმიტომ რომ გამოდის ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი იყო დაუსაქმებელი. ეს რაც შეეხება იმ ეკონომიკურ მიღწევებს, რომელზეც ის აპელირებდა. თუმცა თუ დაუშვებთ, რომ გარკვეული ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის ზრდა რეალურად იყო, ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ თუნდაც ის ადამიანები, რომელთა უშუალო მონაწილეობით მოხდა ეკონომიკური წინსვლა, თუ კი მათ მიუძღვით კონკრეტული ბრალი და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგას მათ წინაშე, ისინი გავათავისუფლოთ ამ პასუხისმგებლობისგან. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ვანო მერაბიშვილზე, რომელსაც უკავშირდება, რომლის სახელსაც უკავშირდება იგივე 7 ნოემბერი,
სხვათა შორის, სხვა პიროვნებებთან ერთად, იგივე 26 მაისი, იგივე გირგვლიანის თემა, ბუნებრივია რომ ეს თემები ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ თემებს ვერანაირად ვერ გადაფარავს ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ბატონმა ნიკამ მოიყვანა, ან რომელიც რეალურად რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის ზრდის სახით ხედავთ. დღეს ასე საუბრობდნენ, რომ შესაძლოა ამჟამინდელ მთავრობას სურდეს იმ საქმეების გადაფარვა, რომელსაც ვერ აკეთებს ამ მოვლენით. ანუ ამაზეც თუ შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ. არა, იცით რა, საზოგადოება 17 მაისმა აჩვენა რამხელა აგრესია დაბუდებული საზოგადოებაში. 19 მაისის აქციამაც აჩვენა, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი ნაწილი ისეთი, ვინც ითხოვს ძალიან აქტიურ ქმედებებს ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობისგან დაზარალებული არ იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ან გარკვეული ჯგუფები. ეს იყო საზოგადოების ძალიან დიდი მასივი, დაწყებული სოციალურად დაუცველებიდან დამთავრებული სოციალური კიბის, ასე ვთქვათ, ზედა საფეხურზე მდგომი პერსონებით. ამიტომ არის, რომ საზოგადოების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ანუ ეს არის საზოგადოების ნება, რასაც ვიტყოდ. არა, ეს არ არის მხოლოდ საზოგადოების ნება. სასამართლო და პროკურატურა ვერ იქნება ვერდიქტი საზოგადოებისგან, საზოგადოებამ კარგად იცის, რა უკეთებია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. საზოგადოებამ რომ კარგად იცის, რა უკეთებია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, იმიტომ გამოუტანა განაჩენი 1 ოქტომბერს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ თუ წინა ხელისუფლების თუნდაც უმაღლესი თანამდებობის პირები პასუხს არ აგებენ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, დღევანდელ ხელისუფლებასაც და ყველა შემდგომ ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება იმისა, რომ იგივე გზით იაროს. ერთი რაც მისასალმებელია, არის ის, რომ საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების იმ ნაწილის დასჯას, რომელიც რეალურად რომლებიც რეალურად სისხლის სამართლის კოდექსით არიან გარკვეული დანაშაულებების ჩამდენები, საზოგადოება ითხოვდა 1 ოქტომბრიდანვე, მაგრამ ასეც რეალურად დღევანდელი ხელისუფლება იდგა არჩევანის წინაშე სამართლიანობის აღდგენა დაექვემდებარებინა თუ არა, სამართლიანობის აღდგენისთვის დაექვემდებარებინა თუ არა კანონის უზენაესობა. ეს იყო ძალიან დიდი საცდური, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, საზოგადოების მოთხოვნა იყო ასეთი. ის რომ ჩვენ ამდენი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ყავდა ერთი დაკავებული მხოლოდ დათახალაიას სახით და ძიებას დასჭირდა ძალიან საკმაოდ 7 თუ 8 თვიანი პერიოდი, მოწმობს იმას, რომ კანონის უზენაესობა ამ შემთხვევაში იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაისახა. რამდენიმე კითხვა არის, რომელზეც ვფიქრობ, რომ თქვენი მოსაზრებები იქნება აუცილებელი და ბატონიკას ვკითხავ. ბატონიკა, ხო არ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ თუ არა გააკეთოთ პროგნოზი, ხომ არ დაიშლება ნაციონალური მოძრაობა ამ მოვლენების შემდეგ, თუ ასე გაგრძელდა პროცესი და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკავება მოხდა, რადგან თუ საუბრობთ ყოფილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე და მის ბრალებლობაზე, ალბათ ბუნებრივია, რომ ის მარტო ამ დანაშაულებებს ვერ ჩაიდენდა. ხო, პირველ რიგში მოგახსენებთ, ეხლა რაც შეეხება 800,000 ადამიანის რეგისტრაციას, კი დარეგისტრირდნენ ის კონკრეტულია ადამიანები, მაგრამ ამ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თუნდაც იგივე შევარანის მმართველობის პერიოდში ის ადამიანები, ვინც იყვნენ დასაქმებულები საჯარო სტრუქტურებში 300,000-ზე მეტი ადამიანი, თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს, ხოლო შემდგომში კონკრეტულ ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს, მაგალითად, მიეცათ საშუალება, რომ სტაბილურად თვეების განმავლობაში მიეღოთ ხელფასი და ხელფასი გაიზარდა საშუალო ხელფასი საქართველოში 2013 წლის მერე გაიზარდა 10ჯერ და მეტჯერ, ასევე გაიზარდა პენსია, 14 ლარიანი პენსია ბუნებრივია, თქვა 1000 ლარი ის 9 წლის განმავლობაში ვერ გახდებოდა, თუმცა გაცილებით უფრო შვება იგრძნეს ცალკეულმა პენსიონერებმა. რაც შეეხება იგივე 7 ნოემბრის შესახებ ახსენა ქაბატონმა ხათუნა, კი ბატონო, მე მოგახსენებ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, უნდა წარმოვადგინოთ ისე, რომ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელი და ყოფილი ოპოზიცია, როგორც ანგელოზები და მხოლოდ დაჩაგრულები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი მოწოდება იყო, რომ ხელისუფლება დამთავრებულიყო. ხელისუფლება დამთავრებულიყო, ეს მოწოდება ხელისუფლების დამხობის შესახებ, ესე იგი, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლით და იჯება შესაბამისი კანონმდებლობით, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით. რაც შეეხება, ესე იგი, სხვა დანარჩენს, რაც შეეხება, ესე იგი, სხვა საკითხს, ხო? ეხლა როგორც შეიძლება ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე, ან ვინ უნდა განახორციელოს სამართლიანობა
სამართლიანობა, როდესაც მოხდა 8 თებერვალი, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცალკეულ მოქალაქეებს და მათ შორის დეპუტატებს და მათ შორის ალბატონს და მხოლოდ ასლარიანი ჯარი შეგვიფარგლა. როდესაც კარგად გახსოვთ, რომ იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, ასევე საუბარი იყო უკანონო მოსმენებზე, ადამიანთა ტერორზე, ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ის პერიოდი დავივიწყოთ და ვისაუბროთ ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე? არა, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. მაშინ რა ხდებოდა შევარადის პერიოდში, რა ხდებოდა კომუნისტური მმართველობის პერიოდში. მაშინ ახლა კი ბატონო ვითანამშრომლობდა მაშინ საბჭოთა სუქთან, ხო? იქიდან უნდა დავიწყოთ. ახლა თუ სამართლიანობაზეა საუბარი, იმიტომ რომ ახლა არ შეიძლება თქვა დაუჯერლა დადიოდან ის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიჭრნენ, ჩვენი დრო მოვიდაო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საჯარო მოხელეებს. არ შეიძლება 8 თებერვლის მერე, როცა 100 ლარია 100-დან თქვა 2000 ლარამდე ღირებულა თურმე სისხლის საბარდის დადაშაული ჩადა. როდესაც 17 მაისზე გახოთ, მე მწხვენია, მე პირდაპირ გეუბნებით, ბოდიში ვიხდი, მე მწხვენია, აი გუშინ 17 მაისს მე მწხვენოდა რომ ვიყავი ქართველი და ძალიან მწუხვარ მე ქალბატონ ხათუნას ვისტო პირადად პატივისცემ, მაგრამ ძალიან მწუხვარ, როდესაც მან გუშინ წინ ესე კომპანია იმედის ეთერში განაცხადა 17 მაისის აქცია ყოფილა ნაცმოძრაობის ორგანიზებული ყოფილა და სხვა თემაზე ვსაუბრობთ და მწხვენია რომ ქართველი მართლმადიდებელი. ბოდიში ვიხდით ბატონიკა, მოკლედ იქნებ მიპასუხოთ დღეს ასევე პრეზიდენტმაც და უმცირესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების სცენარით მიმდინარეობს საქართველოში პროცესებიო. ანუ შეგვიძლია ჩვენ ვანო მერაბიშვილი და ტიმოშენკოს საქმე ერთმანეთს დაუკავშიროთ და პოლიტიკურად შევაფასოთ ესეც? დიახ, ეს შესაძლებელია გაკეთდეს. უკრაინა ეს არის უზარმაზარი ქვეყანა, რომლის ტერიტორია შეადგენს 605,000 კვადრატულ კილომეტრს, ანუ უზარმაზარი ტერიტორია 50 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც ევროპასთან გეოგრაფიულად გაცილებით უფრო ახლო არის და ბუნებრივია, როდესაც ევროპამ ამ შემთხვევაში გაბედა და უკრაინას გამოუცხადა პროტესტი, როდესაც სახელმწიფო ცალკეული მაღალი თანამდებობის პირები შარჩან არ ჩავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა უკრაინასა და პოლონეთში, ამით ღია პროტესტი გამოხატეს. პროტესტი გამოხატა ევროპარლამენტმა, ევროპის მოგესწრებათ, რომ ამან გამოიწვია, რომ ამიტომაც შესაძლებელია ჩვენ ველოდოთ პროტესტი ევროპის მხრიდან, ანუ იმ ევროპის, რომელსაც ჩვენ ვცილდებით, როგორც იდეოლოგიური, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ამაში დანაშაული მიუძღვის თუნდაც დიდი მადლობა. ჩვენი საუბრის ბოლოს მოდით უკრაინის თემას შევეხოთ და ასევე ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, ევროპა, ნატო, ზოგადად დასავლეთის მხრიდან იქნება საქართველოს მიმართ კრიტიკა და არის ამდენად მნიშვნელოვანი თემა შიდა პოლიტიკური პროცესები მათთვის და კონკრეტული ადამიანების დაკავება? მოგახსენებთ ორიოდე ფრაზა რეპლიკისთვის ბატონიკასთან. ბატონიკა ასევე გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ არ გცვენოდათ 26 მაისს და იგივე 7 ნოემბერს როდესაც წინა ხელისუფლების ქმედებები არამც თუ იმაში კი არ გამოიხატებოდა რომ შეეკავებინა დაპირისპირებული მხარეები, არამედ მოყვა პირდაპირი მსხვერპლი. მე ამ თემაზე არ გავრცელდები და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში და უბრალოდ რჩევის სახით, როდესაც პოლიტიკური ექსპერტი და ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არის ამა თუ იმ ფორმით ჩართული, ამბობს რომ მას ცხვენია რომ არის ქართველი და არის ქართველი მართლმადიდებელი, საეჭვოა რომ მას სერიოზული პოლიტიკური კარიერა ჰქონდეს შემდგომ ამ ქვეყანაში. კითხვას იქნება პასუხოთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების მსგავსად ვითარდება პროცესები საქართველოში და ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ მსგავსი რაღაცაები მოხდეს. მე ვერ გავავლებდი ზუსტ პარალელს, თუ ახლა საუბრობ თანამდებობის პირებზე, ანალოგია ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ როგორც ტიმოშენკო, ასევე მერაბიშვილი ერთ და იგივე თანამდებობის მატარებლები იყვნენ ორ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ მე დასაწყისშივე მოგახსენეთ, რომ არსებითი სხვაობა გახლავთ ორი რამ. ერთი ის, რომ სანამ ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი თავის წმენდით დაიწყო
და დააკავა როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ამ თვალსაზრისით მორალურადაც ის დღეს აბსოლუტურად წელში გამართულია იგივე დასავლეთის თვალში და ამას ვერ დავარქმევთ მხოლოდ ერთი პარტიის პოლიტიკურ დევნას. დასავლეთს ნაკლებად ვჭირდებით და ევროპას სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა ვიდრე რუსეთსო და ანუ ხوار მიანიშნა პრეზიდენტმა რომ დასავლეთის მხრიდან შესაძლოა ყურადღება მიკლოს სწორედ შიდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ანუ ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ და შემდეგ უკვე ქალბატონ ეკაბესელიასთან არა იცით რა ეს არის სამწუხარო ფაქტი რომ დასავლეთს ნაკლებად ვჭირდებით დღეს მაგრამ მე გამოვრიცხავ რომ ეს ჩვენზე იყოს რაიმენაირად დამოკიდებული ანუ ეს არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უფრო პირიქით და ისიც ფაქტია რომ დღეს რუსეთს უფრო ვჭირდებით მე არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო დღეს იმიტომ რომ ეს არის ძალიან ვრცელი საუბრის თემა მაგრამ რატომღაც რჩება საბეჭდილება ბოლო თვეების ანალიზიდან და განსაკუთრებით ბოლო დღეების ანალიზიდან გამომდინარე რომ ჩვენ მაინც საქმე გვაქვს გარკვეულად დასავლეთის პოზიციების დათმობასთან საქართველოში და ეს არის როგორც ჩანს დიდი გეოპოლიტიკური თამაშის შედეგი და არანაირად არ უკავშირდება დღევანდელ ხელისუფლებას უფრო პირიქით დღევანდელი განწყობები და ის რომ დასავლეთი ფაქტობრივად არის ძალიან პასიური, ყველაზე პასიური ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეს მხოლოდ და მხოლოდ არის დასავლეთის ინტერესების გადათამაშება რეგიონში. დღევანდელი პროცესები ამასთან არაფერ კავშირში არა, მოკლედ რომ მითხრათ, ხო? არანაირად, არა, უბრალოდ მე ვიტყოდი რომ მომავალი თვეები კიდევ უფრო გამოაჩენს იმას რომ დასავლეთის ინტერესები სულ უფრო და უფრო მცირდება საქართველოში. დიდი მადლობა, მე დაგემშვიდობებით ახლა კი პოლიტიკურ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია გააკეთებს, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საპარლამენტო ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე იგივე კითხვა უნდა დავსვათ თქვენთან. თქვენი ოპონენტები საუბრობენ რომ დაიწყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტერორი. არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან იმას რაც ახლა ხდება. და ყველაფერი არ შეიძლება მოინათლოს ამ სახელით, იმიტომ რომ საერთოდ აკარგავს მე ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მუდმივად ასე გაუფასურება ამ ტერმინის და ამ შეფასების და უკარგავს მას საერთოდ რაიმე ფასს და ღირებულებას მათი მხრიდან. რა არის ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება? მე მინდა მათ შორის ბატონ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მაგალითი მოყავს პარალელის გასავლელად, შევახსენო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშები ბოლო წლების ევროპის საბჭოს ანგარიშები, რეზოლუციები, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და ასე შემდეგ. და ბოლოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება იგივე გირგვლიანი საქმისთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ ამ ანგარიშებში მითითებული იყო, რომ გამოუძიებელია საქმეები, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე რეაგირება არ ხდება ხელისუფლების მხრიდან. წინა ხელისუფლებაზეა საუბარი, რომელიც არ ახდენდა რეაგირებას, მათ შორის ძალიან ბევრ კორუფციულ თემაზე, მათ შორის ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც აქციების და მანიფესტაციების შეწყვეტა ხდებოდა, უკანონო და ძალის გამოყენება და ასე შემდეგ. თუ საქმეების გამოძიების ვალდებულება გააჩნია ხელისუფლებას და გააჩნია და თუ გააჩნია ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების ვალდებულება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულება, მაშინ როგორ ხდება ამ საქმეების გამოძიება? მას არ აყავს სუბიექტები, დამნაშავეები არ არიან, პასუხისმგებელი პირები არ არსებობენ. ამიტომ მერაბიშვილი, რომელიც ბოლო წლებში იკავებდა ერთ-ერთ მაღალ სახელმწიფო თანამდებობას, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს პრემიერ-მინისტრი, მის პერიოდში ხდებოდა უმძიმესი ფაქტები, ძალიან ბევრი ქალბატონო ეკა ამაზე დღეს პროკურატურამ ისაუბრა, მოდით აქვე გითხრათ, თქვენი ოპონენტი იგივე ნაციონალური მოძრაობიდან ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ მართლ გუნდს ეს ყველაფერი სჭირდება იმისთვის, რომ დაპირებები, რომელიც ვერ შეასრულა, გადაფაროს. არ არის ეს სერიოზული განცხადება, ამიტომ არ ვაპირებ ასეთ არასერიოზულობაზე კომენტარის გაკეთებას. იმიტომ რომ დაპირება იყო ის, რომ ჩვენ სამართლიანობის აღდგენის ვალდებულება გვეკისრა და ვალდებულების შესრულების ნაწილია ესეც, სწორედ რომ
ადამიანები, რომლებსაც აკისრიათ პასუხისგებლობა კონკრეტული კანონდარღვევების დროს, ამაზე პასუხისგებლობა აიღონ. ის რომ მერაბიშვილი იყო თანამდებობის პირი და ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, ეს არ იყო ხელშეუხებლობის გარანტია და კანონზე მაღლა არავინ არ დგას. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია დააპატიმროს მისი პირველი მოადგილე, ეს მაინც უნდა იყოს ინდიკატორი ყველასთვის, რომ არავინ კანონზე მაღლა არ იდგება და ეს იქნება მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, არავის არ აქვს ხელშეუხებლობის გარანტია. ამიტომ აქ რაიმე ტიპის პოლიტიკურ ანგარიშწორებას საუბარის არ მიმაჩნია, რომ სერიოზული იყოს და მით უფრო შეუსრულებელ ვალდებულებებზე. პირიქით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება. ძალიან ბევრი სამდურავი იყო ბოლო პერიოდში პროკურატურის მიმართ, რატომ არ ხდება გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების დასრულება. დღეს ითქვა, რომ 26 მაისს გირგულიანის საქმე პრაქტიკულად დასრულებულია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კონკრეტულ საქმეებში, იგივე თუნდაც ფოტოგრაფების საქმე, იგივე თუნდაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები. გაცილებით მეტი ინფორმაციის მოწოდება ხო არ შეგიძლიათ, ვიდრე მთელი დღის მანძილზე ვისმენთ იმ ბრალეულობას და ბრალდებებს, როგორც ყოფილი პრემიერის მიმართ, ასევე ჯანდაცვის ექს-მინისტრის მიმართ. ძალიან ბევრი კონკრეტული საჩივარი არსებობს და ძალიან ბევრი ფაქტი იგივე მერაბიშვილთან დაკავშირებით. გარდა იმ საქმეებისა, რომელზედაც დღეს ოფიციალურად გაცხადდა ბრალდება, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს ბევრ სხვადასხვა ფაქტზე. იგივე წლების განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით 6 მაისის გამოძიებას, 15 ივნისს, როდესაც 100 ადამიანი, 99 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თქვენი კოლეგებიც სასტიკად იყვნენ ნაცემები. 6 მაისს ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მაშინ მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ჩანტლაძე და ხომასურიძე. ეს საქმეები გამოძიებაშია. პარალელურად მიმდინარეობს ამ საქმეების გამოძიება, ცალკეული ეპიზოდებზე მიმდინარეობს ასევე გამოძიება, როდესაც ქუჩიდან აქციების დროს სახლში დაბრუნებულ ადამიანებს სადარბაზოში ან კუთხეში, ბნელ კუთხეში ხვდებოდნენ და თავებს უტეხავდნენ. ძალიან ბევრი სხვა კორუფციული სქემაც არსებობს, რომელზედაც ასევე მუშაობს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამიტომ მე არ ვიცი რამდენი იქნება საბოლოოდ ეპიზოდი, დანაშაულებრივი ეპიზოდი, სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვით, რადგან დღეს ბრალდების წარდგენის ეტაპია და სწორედ ეს პროცედურები მიმდინარეობს ახლა საგამოძიებო უწყებაში, ამ წესს მე დავიცავ, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოძიების პრეტენზიები და კონკრეტული ბრალდებები, მე მგონი არავის არ უნდა გაუკვირდეს, შესაძლოა ვინმეს გაუკვირდა ის, რომ კიდევ უფრო მეტად დახუნძრული არ არის ეს ბრალდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება, რომელიც თვეების განმავლობაში ძალიან დეტალურად სწავლობდა ყველა საჩივარს და განცხადებას, კონკრეტულ მტკიცებულებებს, დასაბუთებულ მტკიცებულებებს წარმოადგენს და ეს არ იქნება მხოლოდ ეჭვზე და ვარაუდზე აგებული. საკმაოდ ბევრი საუბრა ზურაბ ჭიაბერაშვილის ღვაწლზე. მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს თუ საქართველოში პირველი ეზიზღება მიხეილ სააკაშვილი და მეორე ადამიანი არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. რა შეიძლება გულისხმობდეს პრეზიდენტი ამ განცხადებაში? სააკაშვილის ლოგიკის რაღაცა ლოგიკაში პოვნა რაციონალური მომენტების ცოტა რთული ამბავია, მართალი გითხრათ, მაგრამ ეს მას მიაჩნია, რომ ბატონ ჭიაბერაშვილი არის ხა პუტინისთვის ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტორი სააკაშვილის მიერ. მე არ ვიცი, ხა არ შემიმოწმებია რუსეთის პრეზიდენტს ვის მიმართ აქვს გაღიზიანების მაღალი ხარისხი, მაგრამ თუ საუბარია კორუფციულ სქემაზე, უკანონო სქემაზე, რომლის დროსაც რამდენიმე მილიონი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა და საუბარია სწორედ ადამიანების თვალთმაქცური გზით, უკანონო გზით კონკრეტული თანხების გამოყოფაზე, ამ დროისთვის ბატონ ჭიაბერაშვილი იყო მინისტრი მუწყების, რომელზედაც არის საუბარი და შესაბამისად პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნიშნით ხდება. და არა იმ ნიშნით, რომ ეხლა ჭიაბერაშვილზე ვერავინ იტყვის, რომ განსაკუთრებული სამიზნე იყო თავისი რაღაცა პოზიციების გამო. აქ სწორედაც რომ ირიცხება ყოველგვარი ეჭვი, რომ მის მიმართ შერჩეული იქნა ესეთი გადაწყვეტილება მისი პოზიციების გამო. მე მგონი არ არის ეს ასე ნამდვილად. საუბარია იმაზე, რომ
ნუ ხა სააკაშვილი საუბრობდა ევროსაბჭოში მიღწეულ წარმატებებზე, მაგრამ მოდი ეს გვერდზე გადავდოთ. აქ საუბარია კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებზე. ჩადენილი იყო დანაშაული, ათასობით ასეთი შემთხვევა არის და დანაშაული არ არსებობს დამნაშავეების გარეშე. მე არ ვამბობ წინსწრებად, რომ ისინი დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია გვეუბნება, რომ საბოლოო დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ბრალდების წარდგენა ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებობს საკმარისი საფუძვლები იმისთვის, რომ პირს წაეყენოს კონკრეტული ბრალდება. მე ვიტყოდი, რომ გამოძიების მიმართ ბევრი საყვედური, მათ შორის ჩვენ საყვედურობდით უკვე გამოძიებას, რომ ნელი ტემპით მიმდინარეობს, აიხსნებოდა სწორედ იმით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია ირაკლი დაკითხული სხვადასხვა საქმეზე. მარტო ერთ საქმეზე 3200 ადამიანია დაკითხული, 6000-ზე მეტი ადამიანია დაკითხული მეორე ეპიზოდზე და ამავე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა კი, ძალიან ბევრი ჩვენება. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა საინტერესო. ყველაფერი სამართლიანად წარიმართება. დიდი მადლობა. მაყურებელ შევახსენებ ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია პასუხობდა. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო და თეაშველიძე. პეტლიჩკისგან ახლა ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო, 2 დღეა ზესტაფონის სფეროში მღელვარება არ ცხრება ხელფასების მოთხოვნით, ქარხნის თანამშრომლები იფიცებიან დღეს ორმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართა კომპანია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის პროდუქცია ექსპორტზე გაქვს, ზარალს ითვლის, თუმცა დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. სანამ ბოლო არ ჩავთვლიან ღირსად იმისას, რომ ჩვენც ხალხი ვარ, ჩვენც ადამიანები ვარ და მანამდე ვიქნებით აქ. შევლენ ქარხანაში და დაიწყებენ მუშაობას, განახლდება მოლაპარაკებები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის პოზიცია უცვლელია. და სწორედ ამ თემაზე გვექნება დღეს ჩვენი გადაცემის თემა სწორედ ეს არის. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ორივე მხარის პოზიციები. წარმოგიდგეთ ჩვენ სტუმრებს, მაგა კვარაცხელია, რომელიც ქუთაისიდან ჩაგვერთვება, ჯორჯიან ამერიკან ელოიზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და სტუდიაში კი იმყოფება თამას დოლაბერძე, ფეროშენოდნობდა ქარხნის პროფკავშირების თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონ თამას, მოგესალმებით მაკა. მაგა გესმით ხო ჩვენი ხმა პირველი კითხვა მექნება თქვენთან როგორი ვითარება ამ დროისთვის დილიდან დაიწყო ორმა შიმშილობა და დღეს რა ვითარებაა შეწყდა თუ არა და ზოგადად შეიცვალა თუ არა რაიმე რაც შეეხება შიმშილობას, შიმშილობა შეწყდა, დაიწყეს მათ შიმშილობა, მაგრამ ეხლა ბოლო ინფორმაცია როგორიც მაქვს შეწყვეტა შიმშილობა, რაც კეთილგონიურულია, დანარჩენს რაც შეეხება სურათი ჯერჯერობით უცვლელია. ანუ რაც იმას გულისხმობს, რომ გაფიცულები კი კვლავ გაფიცულები არიან, როგორც მე ვიცი და ნუ ხა კომპანიას თავისი ხაზი გააჩნია, ანუ ჩვენ ულტიმატუმის ენაზე არ ვლაპარაკობთ, არ ვაპირებთ ამ ანუ დათმობას არ აპირებთ არანაირს თქვენ ასეთ შემთხვევაში, მაკა? ანუ კომპანია ამერიკან ელოიზი დავა თუ არა რაიმე სახის დათმობაზე? კომპანია ამერიკან ელოიზი არის მზად, რა თქმა უნდა, რომ განაგრძოს ყველანაირი მოლაპარაკებები ისევ, ოღონდ ეს უნდა იყოს ნორმალურ ფორმატში, ანუ უნდა აღდგეს სამუშაო რეჟიმი ჩვეულებრივ როგორც იყო. გასაგებია და ასეთ შემთხვევაში მოდით მოვისმინოთ თქვენი პოზიცია გასაგებია კვლავ დაგიბრუნდებით კითხვებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ასევე თამას დოლაბერიძის პოზიციაც ფეროშენოდნთა ქარხნის პროფკავშირების თავმჯდომარე. ბატონო თამას, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ასეთია პოზიცია ფეროშენოდნ ამერიკან ელოიზის წარმომადგენელი საუბრობს, დათმობას არ აპირებენ, ულტიმატუმების ენით საუბარი მათთვის მოუღებელია, როგორია თქვენი შეფასება ასეთ შემთხვევაში და რა იქნება? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არ გახლავართ ზესტაფონის ფეროშენოდნთა ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარე, მე გახლავართ საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე და ზესტაფონის ფეროს პროფკავშირი გახლავთ ჩვენი წევრი ორგანიზაცია. მე ქალბატონ მაკას უღრმეს პატივსემ, თუმცა მინდა უთხრა, რომ გაფიცვა ულტიმატუმი არ არის, გაფიცვა გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული დასაქმებულთა განუხრელი უფლება, რომელიც გახლავთ
კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და აბსოლუტურად არ ნიშნავს ეს, რომ თუ გაფიცვის პირობებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდებიან მხარეები, ეს არის ულტიმატუმის ენა. და მეორე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაგიდასთან გვესაუბრა. მე ხელში მიჭირავს და მე შემიძლია განახოთ მუშების ხელმოწერები, რომლებიც აი ამ ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ 15 მარტისთვის ჩვენს და მუშების მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა მემორანდუმზე. მე ვკითხე კიდეც ფინანსურ დირექტორს ბატონ მერაბ ლომინაძეს, რომ იმისათვის, რომ მარტის თვეზე პრემიები გაიცეს, ჩვენ რომელ რიცხვამდე გვაქვს დედლაინი, როდის უნდა დავამთავროთ მოლაპარაკებები. მან მითხრა, რომ 9 აპრილამდე თუ მორჩებით, აპრილის პრემიას აიღებენ. თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან ჩემთვის გაუგებარი არაგონიურული ხანგრძლივობით გაწელვამ მოლაპარაკებებისა გამოიწვია ის, რომ მარტის ხელფასი დაკარგა ხალხმა, ესა პრემია, აპრილის პრემია დაკარგა ხალხმა და ჩვენ უკვე სიტუაცია ვეღარ გავაკონტროლებთ, ეს იყო ადეკვატური რეაქცია. წარმომადგენლებს მაკა კვარაცხელია, კვლავ ჩაგვერთვება და ალბათ ექნება გარკვეული პასუხი ამ საკითხთან მიმართებაში. მაკა რას შეგიძლიათ უპასუხოთ იმ ბრალდებებს, იმ პრეტენზიებს და რატომ არ მოხდა პრემიების დარიცხვა? ბრალდებებს და პრეტენზიებზე სანამ გადავალ, მინდა ბატონ თამას მეც მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უთხრა რომ ხა იცით რა ულტიმატუმიც და ასევე გაფიცვაც როგორც არის მათი უფლება, ჩვენი თანამშრომლების უფლება, ჩვენთვის არის მიუღებელი ფორმა. ჩვენთვის მისაღები ფორმა არის მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურ პირობებში ისე რომ სამუშაო არ წყდებოდეს, მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები, ეგ ერთი. მეორე რაც შეეხება ეხა პრეტენზიებს და ულტიმატუმებს, ეხა მოლაპარაკებები მართალია ხანგრძლივი დროა უკვე რაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმიტომ დაიჭირა ამ ხელა დრო, რომ მიდიოდა თითოეული დეტალის განხილვა. ეხლა რაშიც ალბათ ბატონი თამაზი დამეთანხმება. მემორანდუმი ხელმოსაწერთ, ხა ჯერ საერთოდ მემორანდუმის ხელმოწერა რატო მომზადება, რატო გადაწყდა. 15 მარტისთვის ეს უკვე დარეგულირებული იყო 15 მარტისთვის. 15 მარტს თქვენს და ჩვენს ვიცოდით ხელს რას ვაწერთ ხალხეთო მაგა. უკვე შეჯერებული მუშებთან, კომპანიასთან, როგორც თუ შეიძლება დავამთავრებ. თუ შეიძლება დავამთავრებ, ხო? როგორც ცნობილი არის მემორანდუმის ხელისმოწერა, იმიტომ გადაწყდა, რომ სანამშრომლობითი კოდექსი შევიდოდა ძალაში, დამტკიცდებოდა და შევიდოდა ძალაში, მანამდე ურთიერთ გამაწონასწორებელი ვალდებულებების დამტკიცებული რაიმე სახის დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. მიდიოდა ამაზე მონატრები. მე როგორც ვიცი და როგორც ამყარებს კომპანიის თითოეული მენეჯერი ჩემს პოზიციას, ეს არის ის, რომ თითოეული დეტალი იქნა შეჯერებული, მემორანდუმი იქნა მომზადებული ხელის მოსაწერად, მაგრამ ბოლო მომენტში 15 მარტს იყო ეს. მე ვერ გეტყვით ახლა რიცხვი ზუსტად უკაცრავად. არა, ქალბატონო მაგა ლოგიკას უნდა მივყვეთ, ლოგიკას უნდა მივყვეთ. 15 მარტს იყო, ნუ გვაბრალეთ რა ძალიან გთხოვ. ნუ გვაბრალეთ იმას, რომ ჩვენ ჩავშალეთ. ახლა შრომის კოდექსის მიღება. თქვენ მემორანდუმის ხელი არ მოაწერეთ. შრომის კოდექსის მიღება თქვენ ნახეთ. არა, ეს სიცრუეა. 15 მარტს ჩვენ მზად ვიყავით და აგერ ხელმოწერები ადასტურებს, რომ მემორანდუმის პროექტი სხვათა შორის ჩვენ შევიმუშავეთ, რომელიც მათ მოიწონეს და 15 მარტს უკვე ყველა მზად ვიყავით ხელმოსაწერად. მაგრამ გამოიწვია რა, იცი? შრომის კოდექსს დაველოდებით, შრომის კოდექსი თუ რაიმე გენოთან ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქვენთანაც. გამოსავალი ასეთ შემთხვევაში რა არის? პარალიზებულია, მუშები გაფიცულები არიან, ამავე დროს თავად კომპანია ძარალობს, ანუ რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს. მუშები ძარალობენ, საქართველოს ეკონომიკა ძარალობს, კომპანია ძარალობს და პროცესი ძარალობს. ასეთ შემთხვევაში მაკა ჯერ თქვენ გკითხავთ, რადგან თქვენ ისეთ ვითარებიდან მე უბრალოდ ერთი რაც შემილია თია მე ერთი შემიძლია რაც შემიძლია გითხრათ, გაფიცვა ჩვენი ინიცირებული არ არის. შესაბამისად, მე ძალიან მწუხვარ და კომპანია ძალიან მწუხს ყველაზე მეტად იმაზე, რომ ზარალდებიან ჩვენი თანამშრომლები, იმიტომ რომ მათ აი ამ საგაფიცვო გაცდებულ დღეებში არა უნაზრაურდებათ ეს დღეები ხელფასით და შესაბამისად მე პირადად ძალიან მწუხვარ და ძალიან მღელავ ჩემს თანამშრომლებზე. ჩვენი ინიცირებული ეს გაფიცვა არ არის. პროვოცირებული კი. ანუ გამოსავალი არ არის. არა, არც პროვოცირებული. მე ვერ მივიღე ბატონო თამას წუხვარ, მაგრამ მე წუხვარ ბატონო თამას, მაგიდასთან ვიჯექით, ბატონო მაგა 5 თვე, მაგიდასთან ვიჯექით.
მზად ვიყავით ხელმოსაწერად 10 მაისს საბოლოო საჭირო არის ბატონო თამას 5 თვეც უნდა დავждეთ მაგიდასთან და უფრო მეტიც თუ ამის აუცილებლობა და საჭიროება არის ხელმოსების რაოდენობას რა შეეხება რა საშუალო ანაზღაურება რამდენია დღეს ზესტაფონის სფეროშენადნობ ქარხანაში ზესტაფონის სფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებს მე გულისხმობ არასამეწარმეო საშუალო ხელფასი არის 780 ლარი საშუალო ხელფასი არასამეწარმეო რას ნიშნავს ბატონო სამეწარმეოს ჩათვლით სამეწარმეო მე უკვე ემატება მას იტერია ანუ საშუალო ორგანიზმის მენეჯმენტი მათ უკვე საშუალო ხელფასი ცოტა უფრო მაგარი რამდენი დამაკმაყოფილებელია ასეთი ანაზღაურება დღესდღეობით არა ნუ დამაკმაყოფილებელი რო იყოს ველვარება არ იქნებოდა ჩემი აზრით კომპანიამ რომელსაც ადრე ჯორჯიან მაგაზინზე ერქვა და ჯორჯიან ამერიკან ჯორჯიან ელოის ქვია ეხლა ცოტა ჩემი აზრით ისტორიაში უნდა გადახედოს ბოლო 3 წელიწადში როცა 6 გაფისვა გაქვს ესე იგი უნდა გადააფასო ღირებულებები შეცვალო მენეჯმენტის სტილი წარმომადგენლები აცხადებენ რომ მათ რამდენჯერმე გაზარდეს ხელფასი ნუ გაზარდეს რის ფასად ერთი გაფისვა 2010 წელს 2012-ში მე ზესტაფონის ქარხანა სხვათაშორის ის ქარხანა სადაც ვერავინ დასწამებს რომ არჩევნებამდე არ იფიცებოდით და ეხლა რა გჭირთ სააკაშვილის დროსაც გაფისვები ყოველ 6 თვეში ერთხელ იყო და სწორედ იმიტომ რომ იქ არის უძიმესი შრომის გარემო როგორც ჭიათურაში ასევე ზესტაფონში მაგრამ პარალელურად კეთდება მე თქვენს მოგცეთ საშუალებას მაგრამ სამწუხაროდ ცოტა დრო გრჩება პარალელურად ადმინისტრაცია აცხადებს რომ საკმაოდ ბევრი ღონისძიებები გატარდა პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩემთვის დიახ მე მაგაში გეთახმებით თუ ბატონი თამაზინებას დამხტავს ორი სიტყვით მაყურებელს მოუყვები თუ რა ნაბიჯები არის საკმაოდ დიდი ნაბიჯები არის შარშანტელი სექტემბრიდან გადადგმული კომპანიის მიმართ თუნდაც რომ ავიღოთ რომ ჩვენ თანამშრომლებს აბსოლუტურად ყველას აქვს არაჩვეულ ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი რაც იმას გულისხმობს რომ ისინი დაზღვეულები არიან თავიანთი ოჯახებით ამასთან ერთად შვილების რაოდენობა და ასაკი აბსოლუტურად შეუზღუდავია ერთიანობაში კომპანია იხდის 15000 ადამიანის სადაზღვევო პაკეტს. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან უსაფრთხოების ტექნიკით, სრული აღჭურვილობით. გარდა ამისა, მას ჰქონდათ რაღაცა გარკვეული პრობლემები ბანკთან, რომელიც კომპანია მოუწეს რიგა და თანამშრომლებს გარკვეული პროცენტები უკან დაერიცხა და ასე შემდეგ. გასაგებია, უნდა შეგაწყვეტინოთ სამწუხაროდ. ასე რომ და თქვენ რეპლიკის სახით შეგიძლია თქვა. ძალიან მიყვეს ის რომ დაზღვევის თემა ყველა საწარმოისთვის არის შავი ლაქა და სუსტი წერტილი. ბენეფიციარი ხო დასაქმებულია. გადით ქალბატონო მოკა და 10 ზესტაფონელი გამოკითხეთ 10 და რამდენი აქვს მაყოფილი. ჭიათურელს რო კბილი წამოდგინდა ზესტაფონში უწევს ჩამოსვლა. რამდენჯერ მოგმართეთ, რამდენი საკითხი დააყენა ჭიათურის პროფკავშირმა. ხო არ შეიძლება ასე რომ პრობლემები დავმალოთ, არ ვილაპარაკოთ და მე აგერ იღებ სახეზე, ეხა არ ვიცი მე ჭიათურის პირობები გაუმჯობეს და ამას კითხეს დაზღვევა მაღაროზე დაიწყეს აბანოს და გასახდელის გარემონტება და ეს არის პირობები ნამდვილად გაუმჯობესებული არის. უბრალოდ ბატონ თამას ნამდვილად არ გასაგებია. ანუ როგორც მივხვდი, უნდა შევაჯამო ახლა გადაცემა, სამწუხაროდ დრო აღარ გრჩება. დღესდღეობით ამ დროისთვის არანაირი შეთანხმებაზე საუბარი არ არის და გამოსავალზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. დიდი მადლობა. არა, ნუ გამოსავალი ერთადერთია რომ უნდა შეწყდეს გაფიცვა. მადლობა თეა. დიდი მადლობა. გაფიცვა განახდება ყველაფერი. მადლობა თქვენ. შედგება ხელმოწერილი დოკუმენტი შეთანხმების. დიდი მადლობა, მადლობა მაკა, მადლობა მაკა კვარაცხელია, ჯორჯიან ამერიკან ელოიზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ასევე თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია. ჩვენ გადაცემის დასკვნითი ნაწილით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დღის ფრაზა პრეზიდენტი შეხვდა ჟურნალისტებს და დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან პოლიტიკური დაპატიმრება უწოდა პრემიერის ყოფილი პრემიერისა და ასევე ექს-ჯანდაცვის მინისტრის დაპატიმრების ფაქტს. ეს გაკეთა განცხადებები, რომ საქართველოს დაკარგა პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს განცხადება უკვე მთლიანად თავიდან ბოლომდე ადასტურებს, რომ ეს არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი.
და ახლა ერთად გავიგოთ რა თემებზე გაამახვილებს ზუსტად 1 საათში საინფორმაციო სამსახური ყურადღებას თამთა სანიკიძეს უთმობ ეთერს. თამთა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, ირაკლი, დღის მთავარი თემები მთავარ გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე თქვენ ნახავთ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავება. ვანო მერაბიშვილი და ზურა ჭიაბერაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. დასაქმების სახელმწიფო პროგრამა და ბიუჯეტიდან გაფორმებული მილიონები. 26 მაისი სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, კვარიატში მითვისებული აგარაკი. პროკურატურა გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ფაქტობრივად გახსნილად აცხადებს. 9 საათზე რაში ადანაშაულებენ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და კახეთის მოქმედ გუბერნატორს. ვინ არის ვანო მერაბიშვილი და რა რეაქციები მოჰყვა დღევანდელ დაკავებას დაკავებულთა თანაგუნდელებისა და ოპონენტების მხრიდან. მეცხრე არხის ექსკლუზიური მასალა თურქეთიდან 9 საათზე ნახეთ, როგორ დასრულდა საქართველოს პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვედრა. ილია მეორემ და ბართოლომეოს პირველმა კონსტანტინოპოლის რეზიდენციაში აფხაზეთის საეკლესიო საკითხზე იმსჯელეს. მთავარ გამოშვებაში რა შედეგი დასრულდა მოლაპარაკება და არსებობს თუ არა კონკრეტული შეთანხმება. ასევე 9 საათზე პატრიარქის კიდევ ერთი კომენტარი 17 მაისს რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ვეტო დაძლეული კანონპროექტი ამოქმედ და საერთო სასამართლობის შესახებ პროექტი დღეიდან ძალაშია შესული. შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით უნდა დაკომპლექტდეს. 9 საათზე რატომ ითხოვს მმართველი გუნდი საბჭოს ხდომის სასწრაფოდ გამართვას და რას აპირებენ უმცირესობის წევრებიან, რომლებიც კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარს არ უჭერდნენ. შეიტანს თუ არა ოპოზიცია სასამართლოში სარჩელს. დეტალები მთავარ გამოშვებაში. დანგრევის პირას მისული არაერთი შენობა, რომლებსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. მოსახლეობის ნაწილი კონკრეტული შენობებისთვის სტატუსის გაუქმებას და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. კულტურის სამინისტრო პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს. მთავარ გამოშვებაში დაიწყებს თუ არა ქალაქის მთავრობა თბილისში მდებარე ისტორიული შენობების რესტავრაციას. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ნახეთ ზუსტად 9 საათზე. მე სწორედ ამ დრომდე დაგემშვიდობებით დროებით. ირაკლი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. მოკლედ, ღია თამაში დასრულებულია. საინფორმაციო სამსახური კი ღია ეთერს უკვე 9-ზე დაუბრუნდება. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. ნახვამდის.